So I'm excited about being here with you today. ასე მომახარებს თქვენ შორის ყოფნა. And I'm excited about us looking at this really big and really important topic that we're going to be looking at. და მახარებს ის რომ ჩვენ მეტად მნიშვნელოვან თემას შევეხებით დღეს. We're going to be looking at the topic of unbelief. ვინაიდან და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება დღევანდელ დღეს ურწმუნოება. Unbelief. ურწმუნოება. And it is a very big topic. ვინაიდან ეს თავისი შინაგანი თვისებით არის ძალიან დიდი. It's a big topic for every single born again believer. ნებისმიერი ხელახლა შობილი ადამიანისთვის ეს არის ძალიან დიდი თემა. And it's an especially big topic for those Christians who are serious about becoming everything that God created them to be. და განსაკუთრებით ეს თემა იმათვის არის მნიშვნელოვანი, ვინც რომელი ქრისტიანის დაინტერესებულია რომ ღვთის სისავსეში შევიდეს. If you want to be everything that God created you to be, თუ გინდა იყო ის, რადაც ღმერთმა შეგქმნა, if you want to do everything that God created you to do, თუ გინდა გააკეთო ის, რაც ღმერთმა განგისაზღვრა, if you want to walk in the fullness of your destiny, თუ გინდა შენს ბედის წერაში, ასე ვთქვათ, ხვედრში შეხვიდე, to actually possess the promises of God and the blessings of თუ God, გინდა ნამდვილად დაიმკვიდრო ღვთის აღთქმები და კურთხევები, then this is a very, very big issue for you and me. მაგრამ მაშინ უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს საკითხი არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის. There is a paralyzing effect of unbelief in our lives. ვინაიდან ურწმუნობა ეწოს ჩვენი არსების ასე ვთქვათ პარალიზებას. Unbelief has a paralyzing power to it. ვინაიდან თვითონ ურწმუნებას გააჩნია ასეთი პარალიზების ძალა. It stops our forward progress. ვინაიდან ის აბრკოლებს ჩვენს პროგრესს. It limits us. It shrinks us down into small versions of what we're supposed to be. ის გზღუდავს ჩვენ და იმდანად გვავიწროებს, რომ რაც უნდა გაგვეკეთებია მცირეს ვაკეთებთ. It keeps us from the blessings of God. და ის გვაბრკოლებს, რომ არ მივიდეთ ღვთის კურთხევებთან. It keeps us from possessing the promises of God. ის გვაბრკოლებს, რომ არ დავიმკვიდროთ ღმერთის აღთქმები. Promises that God himself has for us. ის აღთქმები, რომელიც ღმერთს ჩვენთვის აქვს. Understand this, brothers and sisters. ეს უნდა გაიგო ჩემო ძმაო და დაო. God cannot stand unbelief. ღმერთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ურწმუნოებას. He doesn't just dislike it, ისე უბრალოდ კი არ მოწონს, he hates it. არამედ ეზიზღება. If you've read through the Gospels, you will see this about unbelief. თუ სახარებებს წაიგითხავ, აღმოაჩენ იქ ურწმუნოებას. It is one of the only things that brings forth Jesus' righteous anger. ეს ურწმუნოება იყო სწორედ რომელიც ქრისტე იესოში აღზრავდა სამართლიან It მრისხანებას. is the main reason that Jesus gives for his disciples' failure. ეს იყო სწორედ ის მიზეზი, რამაც მოწაფეთა მარცხი It's გამოიწვია. the main reason that the Bible gives us for lack of power in the life of a believer. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რაც მორწმუნეთა სისუსტეს იწვევს. Did you get that? გებულობთ, რასაც გეუნებით. The main reason for the disciples' failure, ძირითადი მიზეზი მოციქულების დაცემისა. the main reason that the Bible gives us for lack of power in the life of a believer. ძირითადი მიზეზი მორწმუნის ცხოვრებაში ძალის არ მქონისა. So it's a big issue. არის სწორედ ურწმუნება, ამიტომ ის დიდი პრობლემაა. It's a huge issue. ეს არის დიდი საკითხი. And then we come to the Word of God and we see in verses like Hebrews 3:12 how powerful and devastating unbelief can be in our life. და როდესაც ვკითხულობთ ისეთ ადგილს, როგორც არის ებრაელთა 3:12, ჩვენ ხვდებით რაოდენ დიდი გამანადგურებელი ძალა გააჩნია ურწმუნოებას. Hebrews chapter 3 verse 12. ებრაელთა 3:12. It says, "See to it, brethren, that none of you has a sinful, unbelieving heart that turns away from the living God." თვალი გეჭირო ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს სოცხალ A ღმერთს. sinful, unbelieving heart რომ არ ქონდესო ბოროტი და ურწმუნო გული, that turns away from the living God. რომელიც განუდგებაო სოცხალ ღმერთსო. Now, in America particularly, we have a number of Christians who are not very good Bible students.
ამერიკაში განსაკუთრებით ჩვენ ძალიან ბევრი ქრისტიანი გვყავს, რომელიც არ არიან კარგი მოწაფენი. So they read a verse like this and they say, oh, the problem here with these people that he's speaking to და როდესაც ასეთ მუხლებს აიკითხავენ ხოლმე, ასე ფიქრობენ თავის რომ პრობლემა იმ ადამიანებში არის, these are people that need to get saved. ვისაც გადარჩენა ჭირდებათ. But look carefully at that verse. That's not what it's talking about. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ მუხლს, ასე არა ეს. Speaking to the brethren, ვინაიდან ის ძმებს მიმართავს, ძმებო, brothers and sisters in the Lord. ძმებს და დებს ქრისტე იესოში. This is not a verse about salvation. ეს მუხლი საერთოდ არ ეხება გადარჩენას, გადარჩენის მიღებას. And you look at the context, and it's very clear here. და თუ კონტექსტს დავაკვირდებით, ცხადად არის გადმოცემული. He's using as an example for us ვინაიდან ის იყენებს სამაგალითო ჩვენთვის. the people of God under the old covenant. ღვთის ხალხს, რომლებიც ძველ აღთქმაში იყვნენ. And he's saying, look at them carefully. Don't miss ის this. აეუნება, რომ არ გამოგჩნდეთ, კარგად დააკვირდით. They died in the wilderness because of their unbelief. ისინი დაიხოცნენ უდაბნოში, ვინაიდან არ სწამდათ. They did not receive the promises that God himself had for them და ვერ მიიღეს აღთქმული, რომელიც ღმერთს ჰქონდა მათთვის გამზადებული. because of unbelief. ვინაიდან ურწმუნონი იყვნენ. And I'm telling you, years ago, some 40 years ago, when I got this, I got it. Yeah. და როდესაც მივხვდი, აი ამ მუხლს ახლობით 40 წლის უკან მართლა მივხვდი. I didn't just get it up here in my mind and like, უბრალოდ გონებით კი არ დავეთანხმე რა, გონებაში კი არ რაღაცა. that's interesting. ამოხსენია, რა საინტერესო რაღაცა. That looks kind of important. და ალბათ რაღაცა მნიშვნელოვნად ჩანს. No, I got it. არა, მართლა მივხვდი. I was reading Hebrews chapter 3 that morning. იმ დილას ებრაელთა მესამე თავს კითხულობდი. I read verse 12, მივედი მე-12 მუხლით და წავიკითხე started to go on to read verse 13. და გადავდიოდი მე-13 მუხლზე. The Holy Spirit said, stop, და back up, read სული that წმინდა again. მიითხრა, ისევ წაიკითხე ეს ადგილი. So I backed up and read verse 12 again. ისევ წავიკითხე მე-12 მუხლი. He said, stop, you still didn't get it. Back up and read it again. კიდევ ვერ გაიგე, ისევ წაიკითხე იგივე მუხლი. And I must have done that about 5 or 6 times. და ალბათ 5-ჯერ თუ 6-ჯერ გავაკეთე ერთი და იგივე. I said, Lord, I know you were trying to show me something. და ვეუბნები უფალო, ვგებულობ რომ რაღაცის თქმა გინდა შენ but I'm ჩემთვის. not getting it. მაგრამ ვერ ხვდები. And the Spirit of the Lord said very clearly to me. და უფლის სულმა მითხრა ცხადლივი. He said, Miles, you are one of these brethren. მალს შენ ახარ ამ ძმათა შორის ერთ-ერთი. And unless you deal with unbelief in your life, და თუ შენ ცხოვრებაში ურწმუნოებას არ გაუმკლავდები, receive so many of the promises that I have for you. ძალიან ბევრ აღთქმას ვერ მიიღებ, რაც შენთვის მაქვს. And I'm telling you, that broke me that morning. მე მინდა გითხრა, რომ იმ დილას მე დამამსხვრე ამან Crying out to God to rid my life of unbelief. და დავიწყე ქვითი და მოვისურვე, რომ ჩემი ცხოვრებიდან ყოველგვარი ურწმუნოება გამედევნა. And I began to do a study in the Word of God. დავიწყე რა ამ საკითხის შესახებ ღმერთის სიტყვის შესწავლა. It lasted off and on for a number of years, maybe 4 or 5 years, და ეს ამ საკითხის შესწავლამ დაიკავა 5-6 წელიწადი. on this issue of unbelief. აი ამ საკითხზე კერძოდ რაც შეეხება ურწმუნოებას. And I discovered a number of very big and important things about და unbelief. მასთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები გამოვიკვლიე. And one of those things that I discovered is this, და ერთ-ერთი რამ რაც აღმოვაჩინე იყო შემდეგი, that in the New Testament, რომ ახალ აღთქმაში in its original language of Greek, იმ ორიგინალ ენაზე, რაც არის ბერძნული, there are 2 primary words that are used there for unbelief. არის გამოყენებული ორი განსხვავებული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ურწმუნოებას. We read in our Bible, unbelief, unbelief, unbelief. ჩვენს ბიბლიაში ვკითხულობთ ურწმუნოება, 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 But there are different words used that are translated unbelief. მაგრამ ორი სხვადასხვა სიტყვა არის თარგმნილი როგორც ურწმუნოება. And these 2 Greek words, they sound a little bit alike. და ეს ორი სიტყვა გავს თითქოს ერთმანეთს მისი ხმოვანებით, They are different words. მაგრამ ეს ორი ერთმანეთსგან განსხვავებულია. Have a very different meaning. და to them. ამ ორს აქვს ძალიან განსხვავებული მნიშვნელობა. The first word we find for unbelief in the Greek, პირველი რომელიც სიტყვასაც ჩვენ განვიხილავთ, რომელიც ნიშნავს ურწმუნოებას, არის შემდეგი. the word apistia. ეს არის სიტყვა აპისტია. Apistia. აპისტია. And this word means the inability to cling to. ეს სიტყვა თავისი არსით ნიშნავს ჩაჭიდების უნარობას. The inability to stick to like glue.
რომ არა აქ იმის უნაი როგორც წებო ისე მიეწებოს. See, I'm trying to stick to something. ვცდილობ რაღაცას მივეწებო. I'm trying to, but I'm having difficulty. კი ვცდილობ, მაგრამ რა არ გამომდის, სიზნელე მაქვს ამაში. All of us have this natural inability. და ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს ეს ბუნებრივი უნარობა. This is the normal human nature. ვინაიდან ასეთია ნორმალური ადამიანი. Amen. God is showing us something new, ღმერთი გაჩვენებს რაღაც ახალს, different. გასხვავებულს. Never heard it before. მის შესახებ არც კი გვსმენია ოდესმე. Challenges with the way we think and the ის way we live. ახდენს ჩვენი ცხოვრების თუ წესის გამოწვევას. It's different from what we've been taught. ის განსხვავდება იმ სწავლებიდან, რაც მიგვიღია. Different from what we've known. ის განსხვავდება, რაც ვიცით. It's different from the culture around ის us. განსხვავდება იმ კულტურისგან, რაშიც ვართ გაღზილები. So I hear it. I know it's true, and I'm struggling to აჰა, cling to it. მოვისმინე, მივხვდი რომ ჭეშმარიტება, მაგრამ მიჭირს მასე ჩაჭიდება. Apostia, unbelief. ამას ქვია აპისტია ურწმუნოება. Apostia, unbelief, brothers and sisters. და აპისტია ურწმუნოება, ჩემო ძმაო და დაო. It is weak, not wicked. ეს არის სისუსტის მანიშნებელი და არ არის ბოროტება. It tries to believe, ვინაიდან ცდილობს რომ ირწმუნოს. but at times it struggles to believe. მაგრამ Really. დროდადრო უჭირს, აი ბრძოლობს, აი ამ რწმენაში. One of the best pictures for this in Scripture is Mark chapter 9. წმინდა წარსულში ამის განსამარტავად და დასანახად საუკეთესო ადგილი მოგვეპოვება მარკოზის 9-ში. We have a father who's got a son who's possessed with a demon. ყავს მამა, რომელსაც ძე ყავს, რომელიც არის ეშმაკის შეპყრობილი. And Jesus has this interaction with him in Mark 9, verses 21 through 24. და მას აქვს საუბარი მარკოზის სახარების მე-9 თავის 21-24 მუხლებში. Jesus asked the boy's father, how long has he been like this? იესო ეკითხება მის მამას, ბავშვის მამას, რამდენი ხანია რაც ასე ემართება? From childhood, he answered. უპასუხა, პატარაობიდან. It has often thrown him into fire or water to kill him. ბევრჯერ ჩაუგდია ცესსა და წყალში, რათა დაიღუპა. But if you can do anything, თუ კი რამე შეგიძლია, take pity on us and help us. შეგვიბრალე და გვიშველე. If you can, said თუ Jesus. კი რამე შეგიძლია, თქვა იესო. Everything is possible for him who believes. თუ შეძლებ რომ ირწმუნო, მორწმუნო ისათვის ყველაფერი შესაძლებელია. Everything is possible for them who ყველაფერი believe. შესაძლებელია მისთვის, ვისაც სწამს. Immediately the boy's father exclaimed, ბავშვის მამამ იმწავს შესახაც რემოლმეულმა. I do believe. წამს Help me overcome my unbelief. უშველე ჩემს ურწმუნოებას. See, this is the normal confession of the human nature. ეს არის ნორმალური აღიარება ადამიანური ბუნებისა. And God is not angry with this kind of unbelief. და ღმერთი არ ბრაზობს ასეთი სახის ურწმუნოებაზე. But there's a second kind of unbelief in the New Testament. მაგრამ ახალ აღთქმაში ჩვენ გვაქვს მეორე სახის მოცემული ურწმუნოება. And this Greek word is the word apatheo. და ეს ბერძნული სიტყვა გამოითქვის აპოითეო. Apatheo sounds sort of like apostia, but they're თითქოს different გავს words. ხო აპისტიას გამოთქმით, როცა ვამბობთ. They have a very different meaning. მაგრამ ამ ორს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. Apatheo means to decide against, აპოთეო ნიშნავს რომ მიიღო არჩევანი საწინააღმდეგოდ. to refuse to be persuaded, რომ უარყო დაჯერებულობა. to make a definite, willful decision against. რომ შენინებით მიიღო განზრახვა, გადაწყვიტო შინაგანად რომ არ ირწმუნო. Now, saints, understand this. ღვთისწმინდანებო გაიგეთ This ეს. kind of unbelief is stubborn, ასეთი სახის ურწმუნოება არის დაბორკვა and it is not just weak, it is wicked. და ეს მხოლოდ სისუსტე კი არა, ეს უკვე ბოროტება. Apatheo unbelief is not simply the absence of faith. აპოითეო უბრალოდ რწმენის არარსებობა კი არ არის. It's much, much worse than that. არამედ ამაზე უფრო გაცილებით უარესია. It's an activity against God. ეს არის აქტიური ქმედება ღვთის საწინააღმდეგოდ. It's choosing against God. როდესაც არჩევას აკეთებ ღვთის After წინააღმდეგ. God has made it clear that this is His word to მას you. შემდეგ, როდესაც შენ ღმერთი თავის სიტყვიდან გიცხადებს, რომ ეს არის ჭეშმარიტება. And hear me,
და ჰა მომისმინეთ God hates it ღმერთს ეზიზღება because it always leads to disobedience. ვინაიდან ასეთი ქმედება ადამიანი ყოველთვის ასეთი ქმედებით მიდის ყოველთვის ურჩობამდე God hates it ღმერთს ეზიზღება because it always leads to you and I missing the promises that God himself wants us ვინაიდან to have. ყოველთვის ჩვენ ასეთი სახის ქმედებას მივყავართ იქამდე რომ ვერ დავიმკვიდროთ ღმერთის აღთქმები Now this word apatheo, we will see it again and again throughout the New Testament. ასეთი სახის აპოითეო სიტყვა ჩვენ ახალ აღთქმაში მრავალ ადგილზე გვხვდება And we don't have time this morning to look at every one of those verses. და რადგან შეზღუდული ვართ დროში და არ შეგვიძლია ყველა მუხლი განვიხილოთ But let me let you look at a couple of them მინდა რამდენიმე მათგანი წაგიკითხოთ because hopefully that will stir you to do a deeper study on your own. და იმედი მაქვს რომ თქვენ გააგრძელებთ უფრო ღრმა კვლევას ამ საკითხის შესახებ And if you do, you'll be greatly blessed by that study. და თუ გააკეთებთ მართლა გამოიკვლევთ თქვენ თავად დამოუკიდებლად დამიჯერეთ იქნებით ნაკურთხი This word apatheo is used in Romans chapter 2 verses 7 and 8. ეს სიტყვა აპოითეო გამოყენებულია რომაელთა წიგნის მეორე თავის მე-7 და მე-8 მუხლებში Where it says he will give everlasting life მათ ვინც კეთილი საქმის გამუდმებელი კეთებით to those who search for glory, honor and immortality ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას by persisting in doing what is good. რაც არისო კარგი და კეთილი But he will bring anger and fury მიიღებსო საუკუნო სიცოცხლესო ხოლო მათ ვინც ანგარია on those who in selfish pride და არ ემორჩილება ანამედ უარყოფს რწმენას refuse to believe. დიახ უარყოფს რწმენას იმიტომ ეს დაუმორჩილებულობა That word apatheo. და დაუმორჩილებულობის ადგილზე წერია Those who აი ეს refuse to believe, აპეითეო ეს ბერძნული სიტყვა რომელსაც განვიხილავთ they refuse to believe the truth and follow what is wrong. და უარყოფს ჭეშმარიტებას და მისდევს უმართლობას See, but despite the fact that God has made himself clear, მინაცვლად იმისა ღმერთმა ესა თუ ის საკითხი გახადა ცხადი they would not believe. არ უნდა რომ They ირწმუნოს refused to believe. უარყოფს რომ They ირწმუნოს chose against God. არჩევას აკეთებს ღვთის საწინააღმდეგოდ Here's another passage that we find this word apatheo in. კიდევ არსებობს ერთი მუხლი რომელიც აპეითეოს ახსენებს It's in John chapter 3 verse 36. ეს არის იოანეს სახარების 3:36 He who believes in the Son has everlasting life, ვისაც ეს სამ საუკუნო სიცოცხლე აქვს and he who does not believe in the Son, ხოლო ვისაც არ სწამს ანუ ძირს ურჩი ასე ქართულში apatheo again, აქაც გამოყენებულია სიტყვა აპოითეო ორიგინალში those who make a determined decision not to believe, ანუ განზრახულად რომ მიიღებენ არჩევას ადამიანები რომ არ ირწმუნონ they shall not see life, ვერ იხილავენო სიცოცხლეს but the wrath of God abides on him. არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე The wrath of God abides on those who are in apatheo, unbelief. ღმერთის რისხვა რჩება მასზე ვინც რჩება აპოითეოს ურწმუნოებაში Oh, that sounds a little strong. ცოტა რაღაცა უხეშეთაა ხო ნათქვამი That sounds a little harsh. ძამ კაცრად არის ნათქვამი After all, Pastor Miles, God is loving and kind. იცი პასტორო მას ღმერთი კეთილი და მოსიყვარულია And God is gracious. და ღმერთი მადლიანია And while we were yet sinners, Christ died და არ for და us. გავიწოსო ჯერ კიდე როდესაც სოდვილი ვიყავი ქრისტე მაშინ მაკვდა So how ჩვეთვისო can you say that God's wrath abides on them? მაშინ როგორ ბედავს საერთოდ რომ ღმერთის რისხვება დარჩება ჩვენზეო Well, I didn't say it. The Bible did. მე არ ვამბობ კაცო ამას ბიბლია ამბობს And we have other verses in the New Testament that talks about children of wrath. სხვადასხვა იგივე ახალ აღთქმაში გვაქვს ჩვენ ესეთი მუხლი სადაც წერია რისხვის შვილები See, back in the beginning, when God is revealing himself to someone, როდესაც დასაწყისში როდესაც ღმერთი თავიდან ვიღაცას რაღაცას უცხადებს it's new, it's brand new. ეს არის ახალი როგორც თქვით I've never heard such things before. არ მსმენია საერთოდ ამის შესახებ მანამდე And what you're telling me about the offer that God is making to me, და როდესაც შენ მეუბნები იმ შემოთავაზებას რასაც ღმერთი მიიკეთებს what Jesus has done at the cross for me, რაც გააკეთა იესო ქრისტემ ჯვარზე ჩემთვის it sounds too good to be true. იმდენად კარგი რამ არის მეძნელება დაჯერება And it's new, it's different. I ახალია განსხვავებულია განა არ მინდა რომ And there's ვირწმუნო something inside of me that says yes, yes, yes. რაღაცა შინაგანად მეუბნება კი ასია ეს ასია I'm trying to believe it. ცდილობ რომ დავიჯერო I'm just having difficulty clinging to მაგრამ it. მიჭირს რომ მივეწებო ჩავეჭიდო It's
apostia, ეს unbelief. აპისტიას მსგავსი ურწმუნოებაა. And God's not angry about და that. ღმერთი არ მრისხანებს ასეთ მდგომარეობაზე. It's understandable. ღმერთი გიგებს ამ დროს. I know you. I know the human nature. გიცნობ, ვიცი ადამიანური ბუნება. And he's gracious. და ის მადლიანია, ის კეთილი სახიერია ამ დროს. And he's long suffering. და ის სულგზელია. But the Bible tells us, God says, my spirit will not always strive with a man. როგორც წერია, ჩემი სული არ დარჩება მუდმივად ადამიანთან, ხო? So that offer comes again. და ისევ მოდის ესეთი And შემოთავაზება. that truth comes again. ისევ მოდის ეს ჭეშმარიტება. And it comes again. და კიდევ მოდის. And another time და we're made კიდევ that offer for მოდის. salvation. კიდევ მოდის რომ შემოგთავაზოს თქვა გადარჩენის The next thing ეს you know, შემოთავაზება. we're no longer over in apostia. ჩვენ აღარა ვართ ისევ აპისტიის ურწმუნოებაში. We're in a different kind of unbelief. ჩვენ უკვე სხვა სახის ურწმუნოებაში გადავაბიჯეთ. Apotheo unbelief. ეს უკვე აპოეთეოა. Have refused to believe what ვინაიდან God has ჩვენ made clear to უკვე უარს ვამბობთ ვირწმუნოთ იმაზე, რაც ღმერთმა ცხადი გახადა ჩვენთვის. chosen against God. ჩვენ უკვე არჩევას ვაკეთებთ ღვთის საწინააღმდეგოდ. And we are in a dangerous place. და ჩვენ ამ დროს ვართ საშიშ ადგილზე. You understand what I'm saying? გებულობთ, რასაც გეუბნებით? Listen to me, saints. მომისმინეთ ღვთის Listen to me წმინდანებო. this morning. What we're მომისმინეთ talking დღევანდელ დღეს. about is critically important. ჩვენ რასაც ვსაუბრობთ დღევანდელ დღეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. If you are unsaved, this is critically important. რა თქმა უნდა, თუ არ ახარ გადარჩენილი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. God makes his offer once again to you ღმერთი today. კვლავ და კვლავ შენ გთავაზობს, რომ შემოგთავაზოს ის, If რაც you're an გააკეთა. unsaved person, და თუ შენ არ ახარ გადარჩენილი ადამიანი, oh, Pastor Miles, I'm over here in apathy. I'm just ო, trying to ასე რომ მას understand. ვცდილობ რომ გავიგო, ვცდილობ რომ ვირწმუნო. Careful. How თხილად many იყავი, times თხილად have you იყავი. raised his hand up? რამდენჯერ გამოგვიწოდა ღმერთმა თავისი ხელი. At some point it becomes apatheia. რაღაც გარკვეულ დონეზე უკვე შეიძლება შენ აპაეთეოში გადაინაცვლო, You refuse to be persuaded. რომ უარი თქვა დაჯერებულობაზე. And everybody I've ever met always wants to say, no, Pastor Miles, I'm back there in apathy. თითქმის ყველას ვისაც შევხედრიო, ყველა ამბობს რომ მე აპისტიას მდგომარეობაში ვარო. No, maybe not. არავითარ შემთხვევაში შეიძლება აღარ. Has God made it clear to you? რამდენჯერ გაგიცხადა ღმერთმა This ეს საკითხი is შენ? His word to you. რამდენჯერ გითხრა თავისი სიტყვიდან ეს? But you may be sitting here this morning saying, well, I'm already born again. ვიღაცა იტყვის ეხლა მე უკვე ხელახლა ვარ. Praise God for that. Amen. ღმერთს კონდეს დიდება რომ ხელახლა შობილი ხარ. But this applies to you and me as well. მაგრამ ეს საკითხი შენს და მეც გვეხება. This issue of unbelief applies to every single one of us. და ეს საკითხი ურწმუნოების შესახებ ყველა ჩვენთაგანს გვეხება ზოგადად. As born again believers. როგორც ხელახლა შობილი It მორწმუნეებს applies to every single one of us in every single area of our lives. და გვეხება ჩვენ და ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ We სფეროს. can have belief in this area and unbelief in this area. შეიძლება რაღაც საკითხებში გქონდეს რწმენა, მაგრამ რაღაც საკითხებში არ გქონდეს რწმენა. It's not simply about salvation. ეს მხოლოდ გადარჩენის საკითხს არ ეხება. It's about every aspect of our არამედ lives. ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს Are you ფარავს. walking in faith or are you walking in unbelief? შენ დადიხარ რწმენაში თუ ურწმუნოებაში დადიხარ? What about the promises of God? რა შეიძლება ვთქვათ ღვთის აღთქმებზე? All the promises of God are yes and amen to those of us who are in Christ Jesus. ყველა ღვთის აღთქმა არის ხო და ამინი მისთვის, ვინც არის ქრისტე იესოში. Amen. And Pastor Amen. Smuggy says that and everybody says, amen, yes. როცა პასტორი შმაგი ამბობს, რომში მყოფი ადამიანებებს, დიახ, ამინ, ასეა. But do you really believe it? მაგრამ რეალურად გწამს. Do you really believe that all of the promises რეალურად გწამს შენ რომ ყველა აღთქმა არის or is it შენთვის. just some of them? თუ ზოგიერთი გწამს. Is it all of them? ყველა არის? And they're რომ all გეჯერება? yours, not just რომ ყველა somebody else. შენია? თუ სხვისთვის გწამს? But every single one of those promises are yours. ყველა აღთქმა არის შენი. Do you believe that? გწამს ამის. Oh, Pastor Miles, I'm over here though. არა პასტორ მას მე აქავარ ჯერ. I'm trying to cling to that. ვცდილობ რომ ჩავეჭიდო მივხვდი ამას. Brother, sister, ჩემო ძმაო და how დაო. many times has that truth come to you? რამდენჯერ გეთქვა უკვე შენ ეს ჭეშმარიტება? From God's word. ღმერთის სიტყვიდან რამდენჯერ გითხრას უკვე? Careful, ფრთხილად იყავი. you can be an apatheo, შეიძლება აპოეთეოში იყო გადავარდნელი. refusing to believe that როდესაც all of those promises are yours. უარს ამბობ ერწუნო ყველა იმ აღთქმაზე რაც ღმერთს შენთვის აქვს. Amen. ამენ.
How about who you are in Christ? რა შეიძლება ითქვას იმ საკითხზე თუ ვინ ხარ შენ ქრისტეში? Do you believe that you are who the Bible says you are now? წამშენ რომ ის ხარ, რასაც ბიბლია ამბობს რომ ხარ, More than a conqueror, რომ მეტი ვიდრე მძლეველი, the head and not the tail, თავი და რა კუდი, beloved of God. საყვარელი შვილი ღვთისა, And you are the apple of his eye. რომ შეხარ თვალის გუგა ღვთისა, The righteousness of God in yours. სამართლიანობა ხარ ქრისტე იესოში. Do you believe that that's true? წამს რომ ეს ჭეშმარიტებაა. Do you believe that you can do the things that God has called you to do? წამს რომ შენ ახასრულებ იმ საქმეებს, რაზეც ღმერთმა მოგიწოდა. Is there some area of your life? თუ არის ისეთი სფერო შენ Is ცხოვრებაში, there some area of your ministry callings in God ან თუ არის ისეთი მსახურება და მსახურების სფერო, where you've been hesitating, როცა შენ not willing to step forward into that? ეხსითრებ და არ შედიხარ იმის საკეთებლად, რა და მოწოდება გაქვს? Pastor, I'm just not sure I can do that. ო, პასტორ, არ მგონია თუ გამომივა ესა. But didn't God say? ღმერთმა არ გითხრა რომ უნდა გააკეთო, რომ ეს შენთვის არის. I've been back here აქა ვარ მე. struggling to get hold of. ვიბრძვია, აქ ბრძოლები. How long has this been going on? რამდენი ხანია რომ აქ ახარ? How long has God been calling you to step forward in this area in your life? როდის გითხრა ღმერთმა რომ ნაბიჯი უნდა გადაგედგა და How შესულიყავი? many times has He prompted you to step forward and serve in the church? რამდენჯერ გითხრა ღმერთმა რომ დაგეწყო მსახურება ეკლესიაში? Listen to me, saints. Please listen. კარგად მომისმინეთ, გევედრებით momისმინეთ ღმერთის If you წინდანებო. are going to be a conqueror in this life, you are going to have to deal with unbelief. თუ შენ გინდა მძლეველი გახდე ამ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაუმკლავდე შენ If ურწმუნოებას. you are going to be an overcomer in this life, თუ შენ გინდა გამარჯვებული იყო ამ ცხოვრებაში, no longer content to just sing about it, არა დაკმაყოფილდე მხოლოდ საგალობლებით, but to actually be that არამედ იყო ის, რასაც გალობ, over anything the devil throws at you, ნებისმიერი რამ, რასაც ეშმაკი გადმოგიდებს გზაზე. over anything that this fallen world throws at you. ანდა ის, რასაც ეს დაცემული ქვეყნიერება If you're გადმოგიდებს. really going to become an overcomer in this life, თუ მართლა რეალურად გინდა მძლეველი გახდი ამ ცხოვრებაში, then you're going to have to deal with unbelief. მაშინ ყველა შემთხვევაში უნდა გაუმკლავდე If you უწმუნოებას. are going to be a possessor of the promises თუ of შენ God, გინდა მფლობელი გახდე ღვთის აღთქმებისა, then you're going to have to deal with this issue of unbelief in your მაშინ ამ life. საკითხს ურწმუნოებას რამენაირად უნდა მოუარო? It's a huge issue. ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი საკითხი. And listen, when you read through the gospel accounts, და როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სახარების წიგნებს, you can see this about Jesus with his disciples. ჩვენ ხედავთ იესო ქრისტესა და მოწაფეთა შორის. Jesus wanted his disciples to be overcomers, conquerors, and possessors. იესო ქრისტეს უნდა და თავისი მოწაფეები ყოფილიყო მძლეველები, გამარჯვებულები და მფლობელები. And so time and again in scripture we see him dealing with unbelief in their და lives. დრო და დრო ჩვენ წმინდა წერილი გვიცხადებს როგორ უმკლავდებოდა თავად იესო მოწაფეთა შორის არსებულ ურწმუნოებას. I had a Christian ask me not that long ago, said, Pastor Miles, are you saying that the apostles had unbelief in their სხვა lives? შორის ქრისტიანები მოსულან და უთქია რა იესო ქრისტე მოწაფეებში წინააღმდეგობოდა ურწმუნოებასო. Haven't you read the gospel? სახარებები საკითხული არა გა. It seems like every 2 or 3 chapters he's dealing with it again. ყველა 2 თუ 3 თავის შემდეგ ყოველთვის ამაზეა სალაბარაკი. And you'll notice that Jesus has a very keen eye looking out for unbelief in their lives. და იესო ქრისტე ძალიან ფრთხილი თვალი ქონდა, ეგრევე ამშენებდა ხოლმე რა დროს ვლინდებოდა მასში ურწმუნოება. Looking forward, he picks it up very quickly როგორც კი დაიჭერდა ამ ურწმუნოებას. because he understands what this will do to them მან იცოდა რასაც დააწევდა თავის მოწაფეებს ეს ურწმუნოება. unless it gets run out of their life. ამიტომ ცდილობდა რომ გაქცეულიყონ ურწმუნოებიდან მისი So there's მოწაფეები. all these different issues that are there, მაშასადამე უამრავი პრობლემები ჰქონდათ. different circumstances, different მოციქულებს issues on the surface. გარეგნულად ასე რომ თქვა ძალიან ბევრი პრობლემები ჩადა მას And if you go ცხოვრებაში. back and read through the Gospels, you'll begin to see this maybe more clearly than you have. მაგრამ თუ ხელახლა დაუბრუნდებით ახალი აღთქმის სახარებებს და წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ. Jesus isn't even concerned about the surface issues. კიდაც არ დარდოდა ამ გარეგნულ პრობლემებზე What he's იესო. concerned about is the unbelief that he's მაგრამ picking up in their იესო heart. ქრისტეს ადარდებდა მასში არსებული ურწმუნოება.
In Mark chapter 4, for example, მაგალითად მარკოს სახარების მეოთხე თავი. Jesus and his disciples, they get in a boat, they're going to cross the Sea of Galilee. იესო და მისი მოწაფეები ხდებიან ნავში, რათა გადავიდნენ ზღვის გაღმა. Jesus is tired, he lays down, he goes to sleep in the boat. იესო გადაღლილია, თავი ჩამოდო კიჩოზე და დაეძინა. A big storm comes up, the wind is blowing. ხალი ამოვარდა, ქარები The უბერავს. waves are so big, they're washing over into the boat. და რადგან ტალღები აზურთ ავსებს უკვე ნავს. And his disciples go to wake Jesus up და მისი მოწაფეები მიდიან იესო ქრისტეს რომ გააღვიძონ. because they're convinced they're all about to die. იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან უკვე იხოცებიან. And they wake Jesus up და როცა აღვიძებენ იესოს and they don't say to him, და არეუბნებიან მას. Jesus, wake up. იესო გაიღვიძე. Would you speak to the wind and the waves to calm them down? არ შეგიძლია უთხრა აი ამ ქარებს და ქარიშხლებს რომ გაჩერდნენ? No, that's not what they said to him. რა თქმა უნდა, გასწრები არ They უთქვია. woke him up. Wake up, wake up. გაიღვიძე. Don't you care? We're all about to die. ნუ თუ არ გადარდებს, ყველანი ვიხოცებით. Jesus wakes up, looks at the wind and the waves, იესო ქრისტე წამოდგა, შეხედა აი ამ ქარიშხალს, turns, he faces them, გააჩერა, შემდეგ And he speaks მიბრუნა to თავის them. სახე მოწაფეებისადმი და ეუბნება. be still, be quiet, be calm. უბრალოდ ჯერ ჩააყენე ქარიშხალი, ჩადექი, დაწყნარდი. And immediately they are. იმ წავსე დაწყნარდა Then he turns and faces his და disciples შემდეგ მიაბრუნა თავის სახე, თავის and he მოწაფეებისადმი speaks to them. და ეუბნება. And he doesn't speak very kindly to them. და ასე ნაზად და ფრთხილად არ ელაპარაკება, ხო? You still don't believe? თქვენ რა, ისე ვარ გწამთ. You still don't believe? ისე ვარ გწამთ. Oh, just a few chapters later, რამდენიმე თავის შემდეგ. we find ourselves in Mark chapter 9. მივდივართ იმ თავთან, მეცხრე თავთან, მარკოს სახარებისა. We read a piece of that story earlier. This is the father whose demonized son is ჩვენ there. რამდენიმე მუხლი წავიკრდეთ ამ ისტორიიდან, მამა, რომელსაც შვილი ყავს მოყვანილი, ეშმაკეული. And to give the context to that story, Jesus has just gone up to the Mount of Transfiguration. კონტექსტ თუ განვიხილავთ ამ ისტორიისა, იესო ქრისტე ასული არის ფერისვალების მთაზე. He's taken Peter, James, and John with him. მასთან ერთად წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი. And a lot of different Bible preachers out there, I know, და ძალიან ბევრი ქადაგებელი, ვისაც ვიცნობ. they'll say that Jesus picked Peter, James, and John because they were the best. და ქადაგებენ ხოლმე რომ პეტრე, იაკობი და იოანე მითო აიყვანა ფერისვალების მთაზე, საუკეთესოები იყვნენ მოწაფეთა შორის. But I don't believe that at all. მაგრამ მე საერთოდ არ მჯერა The reason მსგავსი he picked those three ეს სამი კაცი მითო არჩია. is because those three were the ones who were giving him the most trouble. იყო ეს სამი, რომლებიც ყველაზე დიდ პრობლემებს უქმნიდნენ იესოს. James and John are wanting to call down fire from heaven and burn up a whole village. იაკობი და იოანე იყო სწორედ ისეთ, რომლებიც აპირებდნენ ცეცხლის გამოძახებას, ესეც რამდენიმე სოფელი გადაებუგათ. And Peter is rebuking Jesus. და პეტრე იესო ქრისტეს ასწავლიდა ჭკუას იქ რაღაცაში დაარიგა. Telling him, no, you don't want to go into Jerusalem and get crucified. No. არა, იერუსალიმში არა ხო რაღაც რა ჯვარცმა, I've got a better plan than that one. მე უფრო კარგი გეგმა მაქვს შენ შესახებ. And so Jesus says, you three come with me. ამიტომ ადგა და თქვენ სამია, They go up წამოვყევით. there to the hill. ადიან მთაზე Jesus unzips himself. და ეს ელვა საკრავი ასე რომ ვთქვათ, მისი შინაგანი ბუნებისა გახსნა იესომ. Flesh is pulled back and the glory of God that's in him kind of comes და out. მისი რეალური დიდება გამოვლინდა მისგან And they are stunned by that. და შეეშიდა და კანკალდნენ They're ისინი. shaken by that. დიახ, ესე კანკალებდნენ And just to make sure that that didn't do it completely, და ბოლომდე რომ მისულიყო საქმე, the Father speaks from heaven. მამამ დაიწყო ზერსიდან ლაპარაკი. And when you read it in different translations, it reads slightly different. და სხვადასხვა თარგმანები ცოტა განსხვავებულად არის გადმოცემული რაღაც მცირეოდენი სხვაობით, It says he spoke in a loud voice. მაგრამ მთავარი არის ეს რაღაც რომ ხმამაღლა ალაპარაკდა მამა. Or some translations say it a little less nicely. They say he shouted at them. ზოგიერთი თარგმანია შეხვირავს, ეს ყვიროდა მამა. This is my beloved son. ეს არის ჩემი საყვარელი ძე. Listen to him. უსმინეთ მას. In other words, stop running your mouth სხვა სიტყვებით რომ მოკეტე თქვენ and just zip it tight და კარგად დამუწეთ პირი and listen to what he says. და მას მოусმინეთ რასაც გეტყვით. So they come down on the mountain from the Mount of ამის Transfiguration. შემდეგ ფერისვალების თიდან ჩამოდიან ისინი.
And they walk up on this crowded scene. განახულობენ მრევლს, ხას, გარკვეულ ბრბოს. And Jesus walks up and says, "What are you arguing about?" იესო ქრისტე მიდის და ეკითხება, რატო კამათობთ მოწაფეებთან? The father says, "Well, I brought my demonized son to you so that you could heal him, მამა ამბობს, რომ მე მომიყვანე ჩემი ეშვეკეული ძე, რომ განეკურნათ. but you weren't here." And უბრალოდ შენთან მომიყვანე, so შენ your აგარიყავი. disciples tried to cast the demon out, but they couldn't. შენმა მოწაფეებმა სადეს მისგან დემონის გადავნა, მაგრამ არ გამოვიდათ არაფერი. And then sweet, kind, nice Jesus და ეს ტკბილი, წყნარი და მშვიდი says იესო these words to them. წარმოგიდგენიათ, ასეთ სიტყვები უთხრა მათ. How long am I going to have to put up with you, როდემდე გითმინო თქვენ საერთოდ? you unbelieving generation? თქვენ ურწმუნო თაობა. He's not speaking to the crowd, he's speaking to his disciples. ის იქ შეკრებილ ბრბოს კი არა, თავის მოწაფეებს მიმართავდა. Because they're no longer in apostia unbelief. იმიტომ რომ ისინი აღარ იყვნენ აპისტია ურწმუნოებაში. They've been with him too long now. იმდენი ხანია უკვე იესოსთან They know გაატარეს. too much now. იმდენი იცოდნენ უკვე მათ. You still don't believe? ისევ არ გსამთ იესო ამბობს. How long am I going to have to put up with this როდემდე unbelieving უნდა generation? გითმინოთ საერთოდ და როგორ უნდა ვითმინო ეს ურწმუნოება? It's apatheo unbelief. ეს უკვე აპოითეოა And it gets worse. და უფრო უარესს კიდე. Mark 16. როდესაც მივდივართ მე-16 თავში მარკოვის სახარებისა. Jesus has been resurrected. Amen. Death, burial, resurrection has happened. დიახ, იესო ქრისტე მოკვდა ჯვარზე, მაგრამ აღდგა მკვდრედით. And we pick it up in Mark 16, verse 9. და მარკოვის სახარების 16-ის მე-9 მუხლი დამკითხულობთ. It says, when Jesus rose on the first day of the week, he appeared first to Mary Magdalene, out of whom he had driven 7 demons. კვირის პირველი დღის დილას მკვდრედით ამდგარი პირველად მარიამ მაგდალინეს ეჩვენა, რომლისგანაც ადრე 7 ეშმაკი განდევნა. She went and told those who had been with him and who were mourning and weeping. ისიც წავიდა და შეატყობინა მასთან მყოფთ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. When they heard that Jesus was alive and that she had seen him, ხოლო მათ მოისმინეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, they did not believe it. მაგრამ არ დაიჯერეს. They did not believe it. არ დაიჯერეს. And it doesn't end there. მაგრამ ამით არ მთავრდება საქმე. Very next verse, verse 12. შემდეგი მუხლი, ასე რომ ვთქვათ, მომდენო მუხლები მე-12 მუხლი და ვიწყებთ. Afterward, Jesus appeared in a different form to 2 of them while they were walking in the country. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა 2 მათგანს, როცა სოფლისკენ მიდიოდნენ. These returned and reported it to the rest, ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს. but they did not believe them either. მაგრამ არც იმათი დაიჯერეს. At this point, we have in the disciples something very similar to what we see in Christians around the world. ის რაც დაემართა მოწაფეებს, ჩვენ ხშირად ხედავთ იმ ქრისტიანებში, რომელიც დღევანდელ ქვეყნიერებაზეა. We have unbelieving believers. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს, ქრისტიანი, რომლებიც ურწმუნოები არიან. They're unbelieving believers. ურწმუნოები. They have walked with Jesus for 3.5 years. წარმოიდგინეთ, 3 წელიწად ნახევარიან მოწაფეები დადიან They've იესოსთან. seen these incredible miracles. მათ იხილეს ეს საოცარი სასწაულები. I mean, they saw Lazarus raised from the dead. მათ თავიანთი თვალით იხილეს ლაზარე, როგორ აღადგინა მკვდრედით. And yet, და მაინც unbelief stopped them from believing in the resurrection of the Lord. ურწმუნოება ისინი დააბრკოლა, რომ დაეჯერებია და ერწმუნათ ქრისტე იესოს აღდგომა. This is not apostia unbelief. ეს უკვე აპისტია ურწმუნოება აღარა. This is apatheo unbelief. ეს უკვე აპოითეო ურწმუნოება. It's an active resistance against believing. ეს არის აქტიური მიზანმიმართული ქმედება, რომ არ დაიჯერო. It was made clear to them, მათთვის უკვე ცხადი იყო, but they refused to believe it. მაგრამ უარყვეს მისი დაჯერება. Now, Pastor Miles, how can you say პასტორ მაეს, როგორ შეგიძლია ამის თქმა? that it was made clear to them? რომ მათთვის ცხადი იყო ყველაფერი. How can you say this is apatheo unbelief instead of apostia unbelief? როგორ შეგიძლია მოწაფეებზე თქვა, რომ ისინი აპოითეოში იყვნენ, გადავარდნილი და არ იყვნენ აპისტიაში? Because of the biblical record. იმიტომ რომ ბიბლიური მონაცემები არსებობს. Jesus spoke to his disciples 17 times about his death and resurrection. იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს 17-ჯერ უთხრა წინასწარ მისი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. Yes, you heard that correctly. თუ ეს სწორად მოგესმათ. 17 times. 17-ჯერ ქონდა ნათქვამი მოწაფეებისთვის. 17 times. 17 Jesus told ჯერ them ქონდა about his death, his resurrection.
და უთხრა მის შესახებ რომ ის ჯვარცმული იქნებოდა და აღდგებოდა. He told them he would be handed over to the Gentiles. მან უთხრა რომ წარმართებს გადასცემდნენ. He told them they would beat him, მან უთხრა რომ სცემდნენ, that he would be scourged, რომ that გაამათრახებდნენ, he would be crucified, რომ ჯვარს ასვამდნენ. and he told them that 3 days later he would rise from the dead. ისიც კი უთხრა რომ 3 დღის შემდეგ მტრედით აღდგებიო. 17 times. 17 ჯერ ქონდა ეს ნათქვამი მოწაფეებისთვის. Come on, after 17 times, 17 ჯერ ნათქვამის შემდეგ on resurrection morning, the disciples should have gotten there early. იმ აღდგომის დილას ალბათ ადრე უნდა ამდგარიყნენ მოწაფეები და გაქცეულიყო While სამარხისკენ. it was still dark, they should have gotten ჯერ there, როცა ბნელოდა, pulled up a chair and sat down სკამები გაემზადებია და ჩამომჯდარიყვენ. right outside the tomb. და ესე თვალები უნდა ქონოდათ მიშტერებული იმ აკლდამისკენ. I got a front row seat to the resurrection. მე ვარ წინა მხარეზე, წინა ასე რომ ვთქვა რიგში, რომელიც იხილავს პირველი I'm going to აღდგომას. be the first one to see it დიახ, come მე out. ვიქნები პირველი, რომელიც იხილავს მის აღდგომას. After 17 times of being told that by Jesus, 17 ჯერ რო იყო ქრისტეს მიერ ნათქვამი ერთი და იგივე. that would be a reasonable expectation. ეს იქნებოდა გონივრული მოლოდინი მოწაფეების მხრიდან. But unbelief. მაგრამ ურწმუნოებამ, But unbelief crept in. მაგრამ ურწმუნოება შემოძვრა. Now, if you are staying with me this morning, და თქვენ თუ მომყვებით აი ამ საუბრის დროს and I hope you are, და ვიმედოვნებ რომ ასეც არის, somewhere in here this morning, something should be going off inside of you. რაღაცა ხდება შენ შინაგანში. Something should be going off saying, I don't want unbelief in my life. ალბათ შინაგან ეს საუბარი გაქვს, რომ მე არ მინდა რომ ცხოვრებაში რაიმე სახის ურწმუნება I want იყოს. every bit of unbelief out of my life. მე მინდა ყოველი სახის ურწმუნება I don't გამდევნო even ჩემი want that ცხოვრებიდან. much unbelief in აი, my life. პატარა მცირეოდენიც კი არ მინდა ჩემში დარჩეს რაიმე ურწმუნოების ნასახი. I don't want to be limited. მე არ მინდა შეზღუდული ვიყო. I don't want to miss the blessings მე that არ God მინდა has for me. გამომრჩეს რაიმე კურთხევა I ღვთისგან. don't want to miss the promises that God არ himself მინდა has for me. რაიმე აღთქმა და უმკვიდრებელი დამჩეს. How do I get unbelief out of my life? როგორ გამდევნო ჩემი ცხოვრებიდან ურწმუნოება? How do I get it out of my life? როგორ? I am so glad you asked that question. მოხარული ვარ ასეთი კითხვა დამისით. For the rest of this message, here's what we're going to look at quickly. ვინა და დარჩენილი ჩვენი დრო გავატარებ სწორედ ამაზე საუბარში. 4 ways that the Bible gives us to get unbelief out of our life. ბიბლია ჩვენ გვეუბნება ძირითადად 4 გზას როგორ Now, გამთავისუფლდეთ now these are not the only 4 ways. I'm ეს not saying that. ეს ერთადერთი 4 გზა არ არსებობს ასე These ვთქვათ. are 4 main ways ძირითადად არის 4 that the გზა, Bible gives to us რომელსაც გვაძლევს ბიბლია. how to get unbelief out of our life რომ როგორ განვდევნოთ ჩვენი ცხოვრებიდან so ურწმუნოება. that we can live as conquerors and overcomers. რომ ვიცხოვროთ გამარჯვებული ცხოვრებით. So we can live in this life victorious over anything and everything that the devil or this world throws at რომ us. დავამარცხოთ ყოველივე ის, რასაც ქვეყნიერება და ეშმაკი გადმოგვიდებს გზაზე. So that we can possess the promises of God, which are yes and amen to რომ us. შევზოთ დამკვიდრება ყველა მართლმისა, რასაც არის ნათქვამი ხო და ამინი. 4 ways the Bible gives us to get unbelief out of our lives. ძირითადად 4 გზა არსებობს, როგორ გამოდევნოთ ურწმუნება ჩვენი Here's ცხოვრებიდან. number 1. First way. ნომერი პირველი. Stop saying negative things. შეწყვიტე ნეგატიური საუბარი. Stop saying negative things. შეწყვიტე ნეგატიური საუბარი. Romans 10, verses 6 through 8. რომალთა 10:6-8. It says, but the righteousness that is by faith says, ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს. do not say in your heart. ნუ იტყვი შენს გულში. Did you catch that? დაიჭერეს ვერბასებო? Do not say in your heart. ნუ იტყვი შენს გულში. Who will ascend into heaven? That is to bring Christ down. ვინავა ზესაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად. Or who will descend into the deep? That is to bring Christ up from the dead. ან ვიჩავა უსკულში, ესე იგი ქრისტეს მტრედით ამოსაყვანად. But what does it say? მაგრამ რას ამბობს იგი? That the word is near you. ახლოა შენთან სიტყვა. It is in your mouth and in your heart. შენს ბაგეში და შენს გულში. That is the word of faith we are proclaiming. ესე იგი რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. Now, this passage is very little understood throughout much of the church worldwide. წერნის ეს ადგილი თავს მსოფლიოში ნაკლებად არის გაგებული. And one of the reasons for that is quite simple. და მიზეზი ამისა გასაგებია. It's a difficult wording in this passage. ცოტა რთულად არის სიტყვათა წყობა აქ მოცემული. I mean, the wording is such that it's a little difficult to understand what all's in და there. არ რთულებს მის გაგებას.
But there are some amazing truths that are in this passage. მაგრამ წერილი სამადგეზე არის ბევრი საოცარი ჭეშმარიტება. And one of those amazing truths is this. და ამ ჭეშმარიტებათა შორის არის ერთი. It's exactly what we're talking about in point და number ეხება 1. სწორედ იმ საკითხს, რასაც ახლა ვსაუბრობთ. Here's one of the teachings that are in this passage. და აი რას გვასწავლის წერის ეს ადგილი? Faith does not begin by saying certain things. რწმენა არ იწყება რაიმე საგნებზე საუბრით Faith begins by not saying certain things. და არამედ რწმენა იწყება, როდესაც არ საუბრობ რაღაცეებზე. Faith does not begin by saying certain things. რწმენა არ იწყება რაღაცის თქმით, Faith begins by not saying certain things. არამედ რწმენა იწყება რაღაცის არ თქმით. You make a decision to not believe and not confess things that the devil is feeding to you. შენ იღებ არჩევანს, რომ არ დაიჯერო და არ აღიარო ის, რისი ჭმევაც უნდა შენთვის ეშმაკს. You make a decision to no longer believe შენ უნდა გადაწყვიტო, and no longer say რომ არ დაიჯერო და არ თქვა things that this culture around you is feeding to you. ის, რასაც ეს კულტურა გთავაზობს შენ. You see, before God can give us the positive, He must first deal with the negative. ვიდრე ღმერთი ჩვენში მოიტანს პოზიტივს, მანამდე ნეგატიურს უნდა გაუმკლავდეს. When we came into the kingdom of God, როდესაც მოვედით ღმერთის სამეფოში, most all of us came in with so much negativity. ბევრი ჩვენთაგანი მოვედით უამრავი ნეგატივით. It's from the culture, კულტურიდან, it's from experiences that we had in our lives. გამოცდილებიდან, რაც მივიღეთ ცხოვრებაში. And we are so full of so much negativity, და იმდენად სავსე ვიყავით აი ამ ნეგატიურით, so much negative thinking, იმდენი არასწორი so აზროვნება, much negative talking, იმდენი ნეგატიური საუბარი, that when we come to God, როცა მოვდივართ ღმერთთან, it's very much like going to the dentist. ძალიან გავს დენტისტთან, კბილის ექიმთან მისვლას. You see, when you have a cavity in one of your teeth, როდესაც ღრმული გაგიჩნდება კბილზე, you go to the dentist to get a filling. მიდიხარ რომ დააშენოს, ხო, ექიმა. But when you get to the dentist, მაგრამ როცა მიდიხარ ექიმთან, he doesn't just fill it. That's not the way it starts. პირდაპირ არ ავსებს ექიმი ღრმულს, ესე არ იწყება მკურნალობა. Before he fills that cavity, what does ვიდრე he do? ამოავსებს აი ამ ღრმულს, He takes a drill იღებს ბურღს and he drills out all of და that rot ყველა and იმ decay. ჩამომპალ თუ ჩამონგრეულ ნაწილებს ის ხსნის და იღებს. And then he fills it. და ამის შემდეგ ავსებს მას. Fills out all of the rotten decay, all of the negative, ყველა ამ ჩამომპალ და ყველა ამ ნეგატიურს იღებს. all of the bad, ყველა ცუც before he puts in the good. ვიდრე ახალს ჩადებს და კარგს მასში. God wants to drill out of your and my mouth all of this negativity. ღმერთს უნდა ჩვენი ბაგიდან ამობურღოს ყოველგვარი ნეგატიური და All of ამოიტანოს. this negative thinking that we come. ყველა ნეგატიური აზროვნება რაც კი გაგვაჩნია. And if you're a Bible believing Christian, და თუ შენ ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანი you ხარ, know this truth შენ იცი ეს ჭეშმარიტება. because we find it scattered throughout the Word of God, Old Testament, New Testament. alike. ვინაიდან როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში არის გაბნეული, ასე რომ ვთქვათ, მიმოფელილი ეს აზრი. And perhaps the most well-known verse on this issue და ალბათ ყველაზე ცნობადი, ასე რომ ვთქვათ, ამ პრობლემისა. says it very short and very powerful. ძალიან მოკლედ და ყველაზე ნათლად არის გადმოცემული. Life and death is in the power of the tongue. იგავთა წიგნში, სადაც არის ნათქვამის სიკვდილი სიცოცხლე ენის ხელშია. Things that we say can damage us. სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვამ, შესაძლებელი რომ Things that დაანგრიოს we ჩვენი say ცხოვრება. can limit us. სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვამ, შეუძლია შეგზღუდო Things that ჩვენ. we say can rob us of things that God Himself wants to give to us. სიტყვები, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამ, შეიძლება გაგვზარცოს იმისგან, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს. Amen. ამენ? Do you understand that? გებულობთ ხომ? And sometimes people, well, show me another verse. I can show you a Aha. bunch of verses. უამრავი მუხლი არსებობს, თუ ვინმე საინტერესებს. But here's one. აი, მაგალითად ერთ-ერთი მათგანი. Joshua chapter 6. მაგალითად, მეექვსე თავი იეშუა ნამესისა. How many of you know what's in Joshua chapter 6? რამდენიმე თქვენთაგან მაიცით, რომ ამის შესახებ არის დაწერილი იეშუა ნამესაში. That's where the people of God in the Old Covenant, they conquered the city of Jericho. აჰა, უნდა მოვიდნენ და აუცილებლად უნდა დაამარცხონ და აიღონ იერიხონი. And so here comes this company of people, აჰა, გარკვეული ხალხის რაოდენობა მოვიდა აი ამ ქალაქთან. and there are people who are always full of unbelief about things that და არ God is doing. დაგავიწყდეთ, ეს ის ხალხია, სულ
ურწმუნოებას რო ავლენდა და Always სავსე იყო. questioning God. ისინი სულ მუდმივად კითხვის ქვეშ აყენებდნენ They're ღვთის always quick to საქმეებს. say, oh, God's not taking care of us the way he ისინი should. ყოველთვის სად იყვნენ თქვა, ო, ღმერთი არ ზრუნავს სათანადო ჩვენზე. And they come up to the city of Jericho with these gigantic walls around it. წარმოიდგინეთ, ეს ხალხი მოვიდა იერიხონის კედელთან, გალავანთან, რომელიც არის გიგანტური. What are we doing here? რას ვაკეთებთ აქ? How are we going to ever conquer a city like this? როგორ შეგვიძლია ასეთი ქალაქის აღება? I mean, we've been in slavery for 400 years. We're not soldiers. ჩვენ 400 წელი მონობაში ვიყავით. ჯარისკაცები კი არა ვართ. And we don't have all of the equipment we would need in order to try and take a city ჩვენ like this. არცეთი არანაირი ხელსაწყო არ გვაქვს რომ ესეთ კედლები გავარღვიოთ აქ. Joshua says, don't worry about it. I have a plan from God. იესო ამბობს, ნუ გაშინიათ, მე ღმერთისგან გეგმა მაქვს And it's going to be easy. და ძალიან ადვილი იქნება. Oh, that sounds good. Tell us ო, about it. ძალიან კარგია, აბა გითხარი რა არის ეს გეგმა? On the first day, here's what we're going to do. აი პირველ დღეს რას გავაკეთებთ, იცით? We're all going to gather together. შევიგრიბებით ერთად We're going to march around the city one და time. წრეს დავარტყამთ ერთხელ გალავანს. That's it? ეს არის? Really? მართლა? Please tell me there's more. მითხარი რომ კიდევ რაღაც არის. Oh, yes, there's more. There's more. რა თქმა უნდა, კიდევ არის. On day 2, მეორე დღეს we're going to gather together. ისევ შევიგრიბებით We're going to walk around the city one more time. და კიდევ მეორეჯერ დავარტყამთ წრეს. And please და tell me. მერე Yes, there's more. კიდევ არის. On day 3, we're going to do the same thing. მესამე დღესაც იგივეს On გავაკეთებთ. day 4, we're going to do it again. მეოთხე დღესაც იგივეს. On day 5, we're going to do it another time. მეხუთე დღესაც იგივეს. And on day 6, we're going to do it one more time. და მეექვსე დღესაც კიდევ ერთხელ დავარტყამთ წრეს. Please tell me there's more. ხო, მითხარი რომ კიდევ არის ამ გეგმაში რაღაცა Yes, ისეთი. there's more. კი, კიდევ არის. Ooh, thank God there's more. ო, მადლობა ღმერთს, კიდე რაღაცა არის გეგმაში. On day 7, აი we're მეშვიდე going to walk დღეს around the კი city 7 times. 7ჯერ დავარტყამთ წრეს. Then we're going to blow the trumpets. შემდეგ ჩავბერავ საყვირებს, Everybody's going to shout. ყველა შესწახებს And the walls are going to come down. We're going to take the city. და გალავანი ჩაინგრევა და ქალაქსაც ავიღებთ. Really? მართლა? Come with me. You've been out in the sun too long. We need to get this guy in the shade. მოდი, ეს დიდი ხანია მზის ქვეშ ახარ ალბათ თავი გაგიხურდა, წამოჩდეთ შევიდეთ. You can't tell me that you think that they think that's a great idea. არა მგონია რომ ეს დიდებული ეს იყო იდეა. And God understands their heart. ღმერთმა იცის მათი გული. And so Joshua says, oh, there's one more thing. და იესო ნავისი ამბობს კიდევ One more ერთი part რაღაც of არის. God's plan. კიდევ ერთი რაღაც არის, რომელიც ამ ღმერთის გეგმის შემადგენელი really ნაწილია important და ძალიან მნიშვნელოვანი So ნაწილი. everybody listen carefully. აბა, ამიტომ ყველა მომისმინეთ ყურადღებით. Here it is. აი რა არის ეს? Until that happens, ვიდრე ეს არ მოხდება, no one is to say a word. არც ერთმა თქვენთაგანმა სიტყვა არ უნდა წარმოთქვას. So for the next 7 days, აი, მომდენო დღიდან პირი დამოწეთ. zip it, throw the key away. ეს არის მთავარი. Why would God do that to them? რატომ გააკეთა ღმერთმა ეს Why მათთვის? would he say that? რატომ უთხრა ეს მათ? Because he knows that their mouths will start running. იმიტომ რომ იცოდა ღმერთმა რომ ენა გაუსწრებდათ მათ. Great. That's the dumbest plan I've ever heard. ისინი ერთმანეთს იტყოდნენ, ეს არის ყველაზე დიდი სისულე რაც კი Doesn't that მსმენია. work? რა უნდა გავაკეთოთ ამით? What are we doing here anyway? რას ვაკეთებთ? რას დავჩერჩეთობთ This აქ? is the most fortified ეს city in არის all of ყველაზე Texas. ძლიერი და გამაგრებული Why- ქალაქი რაც კი Why don't we არსებობს. start with some small village. I mean, არ ჯობდა პატარა სოფლით work დაგვიწყო. our way up. და ნენელა მე გადავსულიყავი ცოტა უფრო ძლიერზე. Knows that they will abort the very purposes of God with their mouth. აი ამ არასწორი ლაბორაკით ისინი მოახდენენ იმის აბორტირებას, რაც ღმერთს ჰქონდა მათთვის See, განსაზღვრული. brothers and sisters, მომისმენთ ჩემო ძმაო once და დავო. God has drilled out all the negativity out of your mouth. მას შემდეგ როდესაც ღმერთი ამოიღებს, ამობურღავს შენი Then ბაგი you და can ყოველგვარ fill it ნეგატივს, with God's word, შემდეგ ის აღავსებს თავისი სიტყვით and when we speak it out, it becomes golden faith. და როდესაც ჩვენ აი ამ რწმენის სიტყვას ვიტყვის, ეს უკვე არის ოქროსმიერი რწმენა. And we need to be a people of God who understand how important it is to declare the things of God. და ჩვენ ვიცით ძალიან კარგად თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გავაცხადოთ ღმერთის საქმეები. Make that a habit pattern in your life to declare those promises that God გახადე შენი ცხოვრების წესად, რომ გააცხადო ღმერთის კურთხევები და აღთქმები. especially in the situation that you're in right now. whatever that განსაკუთრებით is. იმ სიტუაციით
სიტუაციაში რაშიც შენი მყოფები ამჟამად What is that promise that God has given you? რომელი აღთქმა მიესადაგება ჩემ მდგომარეობას Maybe it's from the Logos Word of God. ეს ღმერთის ლოგოსია მთლიანად Or maybe it's a rhema word given to you by ან the Spirit of შეიძლება God. რემას სიტყვა რომელიც გაგიცხადა Where He's giving you a specific word for რა that დროსაც specific სპეციფიურ situation. სიტყვას გაძლევს ღმერთი რომელიც შენ სიტუაციას მიესადაგება Either way, it's a promise from God. ყველა შემთხვევაში ღმერთის აღთქმა Oh, declare that promise over that. და აღიარე მე ეს აღთქმა God, I thank you for this. მადლობა Thank you შენ for ღმერთო your ამისთვის promise. მადლობა შენი I აღთქმისთვის thank you that I'm going to see your goodness here. მადლობას გიხდი რომ შენ სიკეთეს Oh, I ვიხილავ can't wait to watch this change and that change and this ის happen. შეიძლება ეს მოხდება ის ასე Thank you იქნება for doing that. Thank you. მადლობა შენ რომ ამას აკეთებ ღმერთო See, two of the greatest faith words are thank you. ყველაზე დიდი სიტყვა რასაც ჩვენ ვამბობთ არის მადლობა And they are ზმენის said სიტყვა in advance. როცა ნათქვამია ვიდრე რამე მოხდება You see, now, Sally and I live outside the city where we pastor. მე და სანი მეუღლე ჩემი ვცხოვრობთ იმ ქალაქის ახლოს სადაც ჩვენი And ეკლესია the road that we live on is like a big oval. და დასახლება სადაც ჩვენ სახლი არის ოვალური წრეურ ტყავს ჩვენს დასახლებას It's about 1.5 miles long. დაახლოებით 2 კილომეტრამდეა მისი სიგრძე And the weather is nice and I want to get out and get some fresh air. და დილაობით ხოლმე რომ ეს კარგი ამიდია მინდა რომ სუფთა ჰაერი გადავყლავო I will get out and I will walk that oval. და გამოვდივარ და დავდივარ აი ოვალურ წრეზე But while I'm walking that oval, I'm just declaring God's goodness და and God's როდესაც დავდივარ faithfulness. ოვალურ წრეზე მე ვაცხადებ ღმერთის And I'm სიკეთებს declaring His promises for ვაცხადებს situations მის that I'm აღთქმებს facing. ამათუმ სიტუაციაზე Throughout our church network, I'm just declaring, thank you, God, you're going to do this. Thank you that I have your კლიანად word რასაც on ჩვენ this. გააკეთებ ჩვენს გაერთიანებაში ღმერთო მადლობას გიხდი წინასწარ And Sal and I have often laughed of thinking about our neighbors. და მე და სალი ხშირად ხალისობ და ვხუმრო ჩვენს მეზობლებზე What they must think is they see me walking around just declaring the როდესაც ალბათ მიყურებენ ასე ხელებს როგორ ვიქნებ და რაღაცებს ვაცხადებ გზაში I could just see them in the house. Honey, honey, come look out the window. ალბათ ქმარი უძახი სიყვარულო მოდი დაგანახო რა ხდება გარეთ There's ვინა that crazy guy again. He's out there just ეს გიჟი კაცი talking to the კიდე მოდის heavens. აგერ თვითონ რო ლაპარაკობს და თავისით რო ლაპარაკობს და თან კიდე ზესას ელაპარაკება And I don't care what they think because I'm getting my promises. მე Amen. არ მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ იმიტომ რომ მე ვაპირებ ჩემი აღთქმების დამკვიდრებას Build this in your life. Learn to declare. what God აშენე has შენ said to you. ცხოვრებაში ისწავლე ამის აღიარება Look at 2 Corinthians 4, verse 13. მეორე კორინთელთა წიგნის 4:13-ში წერია I don't know why this verse is not quoted more often by Christians. It მე should არ be. ვიცი რატომ არ აკეთებენ ამ მუხლის ციტირებას უფრო ხშირად მორწმუნეები And since we have the same spirit of faith, და რა კი იგივე რწმენის სული გვაქვს not a spirit of unbelief, but a spirit of faith, არა ურწმუნეების სული არამედ რწმენის სული according to what is written, I believed, როგორც წერია მწამდა and therefore I spoke. და ამიტომ ვლაპარაკობდი Oh, I read it, I heard it, I believed it, მე წავიკითხე მე მოვისმინე მე ვერწმუნე and I spoke it out. და I მე declared it out. წარმოვიდგი მე გავაცხადე Amen. So that's number one, the first way that we ეს get rid of unbelief. in our ნომერი lives. პირველი გზა როგორ გამთავისუფლდეთ ურწმუნოებისგან და Here's number two, second way that we get rid of unbelief. in our მეორე lives. გზა თუ როგორ გამდევნოთ ურწმუნება ჩვენი ცხოვრებიდან To simply believe the word of God. ეს არის უბრალოდ იწამო ღვთის სიტყვა To simply believe it. უბრალოდ ირწმუნო A childlike faith when it comes to the word of God. ისეთი ბავშვური რწმენით Many years ago, God spoke to me and He said, Miles, you're going to have to completely change the way you read my word. ბევრი წლების უკან ღმერთმა მითხრა ესეთი რამ მას შეუნდა შესვალო ის სტილი რა სტილითაც შენ ჩემს სიტყვას კითხულობ And honestly, I was quite surprised when He said that to me. როდესაც ეს მითხრა გამიკვირდა I said, Lord, you know me. I'm a child of yours and I love the word and I'm a student of the word. ღმერთო მე ხო მიყვარ შენი სიტყვა მე ხო მოწაფე ვარ შენი სიტყვის მე ხო ვსწავლობ შენ სიტყვას I've been serving you for decades უკვე რამდენიმე ათეული წელია შენ გემსახურები and I believe the word. და მე მწამ შენი სიტყვისა How could you say that to me? როგორ მეუბნები ამას And He said, you need to change the way you read my word. შენ უნდა შეცვალო ის სტილი რა სახითაც შენ კითხულობ ჩემს სიტყვას It's about 98% of it you believe, no problem. და შენ ფიქრობ რომ პრობლემა არ არსებობს Full and complete. სრულად But there's that 1 or 2%. მაგრამ არსებობს ვირფასებო რაღაც This პროცენტულობა passage or this story. რომელშიც ესე იგი არის ისტორია რაღაც ადგილი წმინდა წერილში
And you kind of say, well, I'm not sure if it happened რა დროსაც exactly that ადამიანი way. ამბობს, თლად არა ვარ დარწმუნებული ეს მართლა ასე თუ მოხდა. You know, maybe that doesn't apply today. შეიძლება ეს არ შეესაბამება ჩვენს ყოფი ცხოვრებას თანამედროვეობაში. And he said, you are critiquing my word. შენო აკრიტიკებ ჩემს სიტყვასო. He said, in fact, you're sitting in judgment over my word. ფაქტობრივად ზიხარ და განიკითხავ ჩემს სიტყვას. And I'm telling you, that broke me. მე დამამსხვრია უფლის ნათქვამა. Wept. ვიტირე And I said, God, forgive me. და უთხარი ღმერთო მაპატიე. I never, ever again will მე sit in judgment არასოდეს, of your word. არასოდეს აღარ გამსჩი შენ სიტყვას. Whatever your word says, რასაც შენი სიტყვა ამბობს, I believe. მე ვერ წმუნები. I won't debate it. დებატებში I კი არ won't შევა. argue it. რაღაც არგუმენტებს კი არ I'm მოვიყვან. simply going to believe it. არამედ უბრალოდ ვირწმუნებ. If your word says it, it's true. That's it. შენი სიტყვა ამბობს ეს არის ჭეშმარიტება. დამთავრდა. That's final. That's it for me. ეს არის წერტილი, ეს ასე იქნება. And I have repented from that. და მოვინანიე. And since then, almost 35, 40 years ago, I've walked მას შემდეგ უკვე 35-40 წელია გასული of the word of God. სრულად მწამს ღმერთის სიტყვისა. I have a childlike faith. When it ისე comes როგორც to it. ბავშვს წამს, აი ბავშვური წმენა რო ქვია. And through the years, I've had different people come to me. და some წლების even განმავლობაში pastors. მოსულან ჩემ და თვით მწყემსების კი მოსულან. Pastor Miles, when you speak sometimes, you know, I პასტორ listen. რომანს, როდესაც შენ საუბრობ და მე გისმენ, It sounds like you believe every single thing in the Word of God. ისე ჩანს თითქოს ყველაფერი გეჯერება ბიბლიიდან. So that's because I do. იმიტომ რომ მართლაც ასია, I მეჯერება. believe everything in there. ყველაფერი მწამს, რაც კი მასშია. Everything, every little bit. ყველაფერი, Absolutely. აბსოლუტურად ყველაფერი. So you believe that the whole account of Noah and the ark, that's all true and accurate the way it is in the რა Bible? შენ წამს და გჯერა რომ ნოეს ისტორია მართლა ასე მოხდა? Sure, absolutely. It's რა 100% თქმა უნდა, accurate. აბარა. Well, how did God get all of those animals to come on the same day? როგორ შეძლო ღმერთმა რომ იმ დათქმულ დღეს ყველა ამდენ ცხოველს მოუყარა, თავი და მიიყვანა. How did he get them to line up 2 by 2? როგორ დააწყოს რიგრიგობით და როგორ დააწყვილა ისინი? How did he get some of the ones in line keep from eating the ones in front of them? როგორ მოხდა რომ ტასებელი ცხოველების წინ ასე ვთქვათ შინაური ცხოველები დააყენა? I don't know. არ ვიცი. But if he's God, it's no problem for him. მაგრამ თუ ის ღმერთია, რა პრობლემაა? If that's a problem for him, then he's not თუ God. პრობლემა არის, მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა. It's not like God looks down in some situation that you and I are in. ესე არ ხდება ხოლმე ღმერთი რომ გადმოხედავს შენსა და ჩემს სიტუაციას ცხოვრებაში? And he goes, ooh, this is going to be a hard one. ეს სამ ძნელი იქნება ამის გადაჭრა? Let me get prepared for this one. მოდი მოვემზადო რამენაირად ეს რაღაცა ეს გადავჭრა საკითხები. If he's God, it's all easy to him. თუ ის ღმერთია, მისთვის ყველაფერი შესაძლებელია. Pastor Miles, you believe that God stopped the sun and held it still for Joshua? შენ პასტორ რომაეს გწამს რომ იეშუა ნავესემ თქვა სიტყვა და მზე გაჩერდა? Sure I do. Yeah, the Bible says so. წამს, ბიბლია ამბობს, წამს. Well, if the earth stops turning, then gravitational forces all change. And და თუ თავისი ღერძის ირგვლივ დედამიწას შეწყვეტს ბრუნვას, აუცილებლად გრავიტაციული ძალები აირება. oh, come on. მოიცა რა. If he's God, it's no problem for him. თუ ის ღმერთია, პრობლემა არაფერია. Pastor Miles, you really believe that this story about Jonah and the whale? შენ მართლა გწამს პასტორ რომაეს იონა და ვეშაპის ამბავი? Of course I do. აბარა. You believe that a whale swallowed Jonah. შენ გწამს რომ ვეშაპა იონა გადაკლება? Let me make this simple for you. თუ გინდა რომ გაგიადვილო გაგება. If the Bible said that Jonah swallowed the whale, I would believe that. ბიბლიას რომ ეთქვა რომ იონას გადაეკლება ვეშაპი, მე დავიჯერებდი. Now that didn't what happened, რადგან არ მოხდა ასე? but if the Bible said it did, then it did. რა ბიბლია სხვანაირად ამბობს, მაშინ ისე მწავს როგორც ამბობს. How is that possible? Everything's possible. როგორ არის შესაძლებელი? ყველაფერია He could take შესაძლებელი. the whale and shrink it to a minnow. I don't know. I mean, he could take the whale and shrink it to the size of a minnow. He meant a little tiny fish. და მას შეეძობა გადადგმეს აეღო ასე რომ თქვა იონა და გადაექცია პატარა ის რო არის ლიფსიტებია იმ დონეზე. So many years ago, I came to a threefold commitment in my life.
და სამი რაღაცა დავდე. სამმაგი უბრალოდ პირობა Threefold ხვის წინაშე. commitment. სამმაგი პირობა დავდე ღმერთს. Number one, believe every word. რომ ვერ წმნო ყველა სიტყვას. Believe every word. ყველა სიტყვას რომ ვერ წმნო. Number two, obey every command. რომ დავემორჩილო მეორე არის რომ დავემორჩილო ყველა And მცნებას number three, claim every promise. და მოვითხოვო ყველა აღთქმა. Believe every word, დავიჯერო ყველა obey სიტყვა, every command, დავემორჩილო ყველა მცნებას and claim every promise. და მოვითხოვო ყველა When აღთქმა. I got that in my life, I'm telling you, things changed. და in my როდესაც life. ეს ჩემ ცხოვრებაში დავამკვიდრე, მთელი ჩემი The ცხოვრება whole შეცვალა. trajectory of my life changed. ის ტრაექტორია ჩემი ცხოვრებისა მთლიანად შეიცვალა. Now, I love the Word of God. მე მიყვარს ღმერთის სიტყვა. And if you're a born again believer, you should love the Word of God. და თუ შენ ხელახლა შობილი ქრისტიანი ხარ, მორწმუნე უნდა გიყვარდეს It ღმერთის is one of the სიტყვა. most amazing, precious, incredible gifts that God could give to you. ვინაიდან ეს არის ყველაზე საოცარი და ძვირფასი საჩუქარი რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა We need to კაცობრიობას. understand that and we need to value it that way. ჩვენ უნდა გავიგოთ ის და დავაფასოთ სათანადოდ. One of my favorite verses in the Bible is Colossians 3, verse 16. და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მუხლი წმინდა წერილში არის კოლოსეთა წერილი 3:16. It doesn't matter what English translation I look at it in, it still is beautiful. და მნიშვნელობა რა აქვს რომელი ინგლისურ თარგმანს გადაჭით ყველა თარგმანში მშვენიერი ეს მუხლი. But perhaps my favorite rendering of this verse was done by a scholar, Bible scholar. მაგრამ ბიბლიის მკვლევარებმა გააკეთეს ერთი თარგმანი And he took the Greek words that are there in the original and just kind of gave you an expanded და picture. of each აიღეს one of ეს those words. ბერძნული ორიგინალი სიტყვები და ცოტა გავრცობილად თარგმნეს ის. And I want you to read that with me. It's just beautiful. და მე მინდა ეს გავრცობილი თარგმანიდან წაგიკითხოთ And იგივე I want us მუხლი. to slow down and take it in pieces. და ნაწილი განვიხილოთ ის. Let the word of Christ take up residence in your life. მიეცი ქრისტეს სიტყვას უფლება დამკვიდრდეს შენ ცხოვრებაში. Let it take up residence in your life. რა? სამკვიდრო, იგივე რეზიდენცია გახადოსო ღმერთმა თავისი სიტყვის შეშინაგანში. What a great picture. რა მაგარი სურათია რა? It just takes up residence there. It როდესაც lives ღვთის there. სიტყვა მოდის და კვიდრდება და იწყებს ცხოვრება შენში. And come to feel completely at home in you. და შენი თავი ისე იგრძნოს, შენში თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლშიო. Oh, I like that. ძალიან მომწონს. Let it take up residence and უბრალოდ completely მოდის, at home in you. იდებს სამკვიდრო შენში და თავს საკუთარ სახლში გრძნობს სიტყვა Give it ღვთისა. the warmest, most extravagant and luxurious reception that is possible. მოუწყე მას ყველაზე თბილი და გრანდიოზული და საუკეთესო მიღება, რაც კი შესაძლებელია. Simply believe the word of God. მაშსა და მე უბრალოდ ვიწამოთ ღვთის And it სიტყვა. will drive unbelief out of your life. და როდესაც ეს მოხდება, ის აუცილებლად Here's განდევნის the third way the უწნოებას. Bible gives us to deal with unbelief in our life. მესამე გზა, რასაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ რომ გამდევნოთ ურწმუნება. Number 3, ნომერი მესამე. hate unbelief. შეიძულე ურწმუნება. Ever since God showed me unbelief and showed me how big of an issue it is, მას შემდეგ როცა ღმერთმა დამანახა თუ რაოდენ ყოვლის მომსველი საკითხი არის ურწმუნება, I have waged war on unbelief in my მე life. დავიწყე და გამოუცხადე ომი უკვე ურწმუნოებას. I've waged war against it. და ვაწარმოეკიდებას ომი მე Whatever ურწმუნოების წინამდე. situation that we're in and that unbelief ნიშნულობა არ pops აქვს its head up, ცხოვრების რა სიტუაციაში იმყოფები და თავს წამოყოფს ურწმუნება, begins to try and worm its way into our life. რომ შეეცდება შემოძღვრა შენ ცხოვრებაში. When it pops up, I see it. Oh, there's unbelief. Oh, and I go აჰა, after it. წამოყოფს თავს. აჰა, ურწმუნოებამ. მიდიხარ ანადგურებ. Go viciously after unbelief in your წადი life. და დაუნდობულად მოეკეცი ურწმუნოებას. Not letting even the tiniest bit of it stay in your life. ცირეოდენი ნაწილიც არ დაუთმო შენი And I ცხოვრებისა. can tell you that through the years, I've come to hate unbelief like God hates და unbelief. მე შემეძლია თამამად გითხრა წლების განმავლობაში ისე მეზიზღება და მძულს ურწმუნება როგორც თავად ღმერთს. And I can tell you, I am not going back to the old way. და მე მინდა გითხრათ რომ არ ვაპირებ უკან დახევას. I'm not going to let those devilish thoughts occupy my mind. არ მივცემ უფლებას ამ დემონურმა ფიქრებმა დაიკავოს ჩემი გონება. Because that's exactly what unbelief is. ვინაიდან სწორედ ასე ქვია ურწმუნოებას. There is a spirit of unbelief. ვინაიდან ურწმუნოების უკან არის სული. That's why Jesus spoke the way he did to Peter. ამიტომ მიმართა პეტრეს ისე როგორც მიმართა იესომ. Get thee behind me, Satan. გამშორდი სატანამ. Whoa, that's a strong word to Peter. ო, ზამ კაცრად უთხრა პეტრეს. Speaking more to the spirit behind that than he is to Peter.
პეტრეს კი არა უფრო მეტად იმ სულს უთხრა რაც იდგა იმ სიტყვის უკან There's a spirit of unbelief. არსებობს ურწმუნოების სული And the spirit of unbelief blocks the spirit of faith that comes from God. და ურწმუნოების სული ბლოკავს რწმენის სულს რომელიც ღვთისგან მოდის Well, I'm going to say that again. მე მინდა გითხრათ ხელახლა Spirit of unbelief blocks the spirit of faith that comes from God. ურწმუნოების სული ბლოკავს რწმენის სულს რომელიც ღვთისგან მოდის And brothers and sisters, please hear me this morning. და ჩემო ძმაო და დაოქთ ხო In მომისმინო every situation that you find yourself in, ყველა სიტუაციაში რაში შენ თავს აღმოაჩენ you either have a spirit of unbelief or a spirit of faith. უნდა მიხვდე რომ შენ ან რწმენის სულის მატარებელი ხან ან ურწმუნოს სული მატარებელი One or the other, ან ერთი ან მეორე cannot have both. შეუძლებელია ორივე ერთად გქონდეს You need to hate unbelief the way God hates და შენ unbelief. ისე უნდა შეიზიზღო ურწმუნოება და შეიცვლო როგორც თავად ღმერთს That's ზურს number 3. Here's number 4. ეს ხო ნომერი 3 ეხლა ნომერი Fourth 4 way that you and I get unbelief out of our life. მეოთხე გზაა როგორ გამდევნოთ ჩვენი ცხოვრებიდან ურწმუნოება Lay hold of the life of God. რომ ჩავეჭიდოთ ღვთის სიცოცხლეს Lay hold of the life of God. ჩავეჭიდოთ ღვთის In სიცოცხლეს 1 Timothy chapter 6 verse 12, პირველი ტიმოთეს 6:12 ამბობს Paul says to Timothy, fight the good fight of faith. პავლე მიმართავს ტიმოთეს ეუბნება იბრძოლე კეთილი ბრძოლით Fight the good fight of faith. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით That's a good fight. რწმენით ბრძოლა ეს That's a არის good კეთილი fight ბრძოლა for you and me. შენთვის და ჩემთვის Every კეთილი ბრძოლა day it is the fight. ეს არის მთავარი ბრძოლა რასაც ჩვენ There ვაწარმოებთ might be other ყოველდღიურად fights. არის სხვა ბრძოლები That is the fight for the day. მაგრამ ამ სხვა ბრძოლებში ყველაზე მთავარი ბრძოლა არის რწმენის Fight კეთილი against ბრძოლა unbelief in every area, in რომ any aspect of your life. გავუმკლავდეთ და გავდევნოთ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროდან ურწმუნოება Because it will hinder you. It ვინაიდან will ის hold you. დაგაბრკოლებს შეგაბრკოლებს It will paralyze you. პარალიზებას It მოახდენს will შენსას keep you from getting the promises that God და Himself has. არ მიგიშვებს იმ აღთქმებთან რაც ღმერთს შენთვის აქვს Fight the fight of faith. ამიტომ იბრძოლე რწმენის კეთილი Fight ბრძოლით against unbelief in your life. იბრძოლე ურწმუნოების წინააღმდეგ And then he goes on. და ამის შემდეგ ის აგრძელებს თქმას He's downloading these truths into his young protege Timothy. მას შემდეგ რომ ისაც ჩამოტვირთავს ამ ჭეშმარიტებას მის პროტეჟე მოწაფე ტიმოთეში This is one of the reasons this book is such an incredible book in the Bible. და საოცარი ეს წიგნი მთელ ბიბლიაში ტიმოთეს ეპისტოლე 1st, 2nd Timothy, and also Titus. და პირველი ტიმოთე მეორე ტიმოთე ტიტეს წერილი This ძალიან is the ძლიერია great apostle Paul at the end of his life. წარმოიდგინეთ ეს დიდებული მოციქული პავლე And he- მისი დღეების უკანასკნელი დღეები უბრალოდ ცხოვრების დღე Downloading to these young proteges of his these და powerful truths. ცდილობს რომ ეს დიდი ჭეშმარიტება ჩატვირთოს ტიმოთეს შინაგანში Things that he's learned from all of these years of walking with God. ის რაც მან ღმერთთან სიაროში ისწავლა მთელი ამ წლების განმავლობაში Timothy, fight the good fight of faith. That's the fight. You need to ტიმოთეს fight. ეუბნება და შეაგონებს იბრძოლე რწმენის ბრძოლით ტიმოთე Stay focused on that fight. აი ფოკუსირებული იყავი ამ სახის ბრძოლაზე Then he goes on to explain how to fight and win that fight. და შემდეგ აგრძელებს აი ამ ას თუ როგორ მივიდეს He გამარჯვებამდე says, lay hold of eternal life. ჩაიჭიდე მარადი უსიცოცხლეს ეუნება Now, there are lots of Bible scholars, ძალიან ბევრი ბიბლიის მკვლევარია respected Bible scholars, რომელიც საპატივცემულო that მკვლევარები არიან say what is happening here is he's giving a list of different things. ისინი ამბობენ რომ აქ სხვადასხვა ჩამონათვალი აქვს ტიმოთეს მიმართო პავლესო Fight the good fight of faith, ნუ ერთი საკითხი არის რწმენით იბრძოლეო comma, მძიმე lay hold of eternal და life, მეორე საკითხი არისო ჩაიჭიდე მარადი უსიცოცხლესო comma. And მძიმეო და მე კიდე სხვა საკითხიო so it's a list, they say. ჩამონათვალიაო But other Bible scholars believe this, მაგრამ არიან კიდე სხვა ბიბლიის მკვლევარები რომელთაც ასე სწამთ and looking at their argument, I agree with them და მათ არგუმენტს რო ვაკვირდები უფრო მეჯერება that this is actually not a list that follows. ფაქტობრივად ეს არ არის სხვა საკითხების ჩამონათვალი It's how you fight that fight of faith and win it. არამედ ეს არის იმის გაგრძელება როგორ უნდა იბრძოლო რწმენის ბრძოლით რომ გამარჯვებამდე მიხვიდე There are no commas in the original Greek. ორიგინალურ ბერძნში არანაირი მძიმე არ არსებობს So it's saying fight the good fight of faith, and let me show პავლე you how to ამბობს win it. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით და ახლა მე შენ გეტყვი როგორ უნდა იბრძოლო Here's one of the key ways that you will win that fight. თავარი გზა თავარი საშუალება რომ მიაღწიო Lay გამარჯვებას hold of eternal life. არის ის რომ ჩაეჭიდო მარადი When he უსიცოცხლეს says lay hold,
როცა ამბობ ჩაეჭიდე, This is the Greek word lambano. ეს არის ბერძნული სიტყვა ლამბანო. And lambano is not this nice, sweet, kind, passive word. და ეს არ არის ტკბილი, საყვარელი და რაღაც პასიური სიტყვა ბერძნულში. Very aggressive, active, არამედ ეს არის აგრესიული აქტი, ქმედება. almost violent word. ეს არის რაღაცა ძალმომრეობაც კი. To lambano something რომ ლამბანო რო განახორციელო, means to seize it. რომ შეკრა, You pull it to yourself შენსკენ მოკაჩო. and you hold it so tightly და ისე ეჭიდები მას. that there's no way that anybody or anything can pull it away from you. შანსი არა ვინმე ხელიდან გამოგლიჯოს ის. That's what the word lambano means. აი სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა ლამბანო. And so many Christians today, they read their Bible with such a passive mindset. და ხშირად ქრისტიანები კითხულობენ პასიური გონების განწყობით. But it's not there in the original language. მაგრამ ორიგინალურ ბერძნულში ასე არ არის. Jesus says, freely you have received, now freely give. იესო ამბობს, უსასყიდოდ მიიღეთ, უსასყიდოდ გაეცით. Oh, that sounds so nice. ძალიან შვიდად და ლამაზად ჩანს, ჟღერს. Freely you have received. ხო, უსასყიდოდ მიიღეთ. Oh, you can kind of, the daffodils are blowing in the breeze behind you. და რაღაც ასე ნარნარი, რაღაცა სიოუბერავს თითქოს. Freely you receive, now freely give. და უფასოდ გაეცით, უსასყიდოდ გაეცით. But he says, freely you have received, that's the word lambano again. მაგრამ რომ მიიღეთო, იქაც ლამბანო წერია თურმე. You have violently, aggressively taken these truths, ძალისხმევანი წაიღებენ ამას ყველას. pulled them to yourself. ისინი მის თავისკენ And you're ეკაჩებიან. holding them so tightly that ისინი მის nobody can take ეჭიდებიან, them away. რომ არავინ არ წაგლიჯოს ის მიღებული And მას. once you've done that, now you can freely give it. და როდესაც ამას გააკეთებ, მერე შეგიძლია უსასყიდოდ გასცე. This is the same word that the Apostle Paul says in Philippians when he talks about he can't understand why Christ picked him. და იგივე არის როცა ფილიპათა წარში პავლე განიხილავს, რატომ აირჩია ის ქრისტემ. He says, Christ lambanoed me. ქრისტემ მომახწია მე, ხო არის ესე გამონათქვამი, პავლე ამბობს. ლამბანოა გამოყენებული. And now I am lambanoing და Christ ახლა მე ვიხწი რომ მივახციო მას, ანუ იგივე ლამბანო. to discover why it is that he lambanoed me. რომ აღმოვაჩინო, რატომ ლამბანო მან მე. I don't understand why he would pick me. მე გაგება არა მაგ, ვერ ხვდები რატომ ამირჩია. I would never pick me. მე ჩემ თავსაც კი არ ავირჩევდი But არასოდეს. Jesus saw something in me that I can't see. მაგრამ იესომ დაინახა ჩემში ისეთი რამ, რაც მე თავად ვერ He saw დავინახე. something in me that others don't see. და ისეთი რამ დაინახა იესომ, რაც სხვაც კი ვერ ხედავს. He came and lambanoed me. And Paul here in this passage is saying, lay hold of eternal და life. პავლე ეუბნება აი ამ წერილისაზე ჩაიჭიდე მარადიულ Be სიცოცხლეს. aggressive about იყავი drinking უფრო in აგრესიული, უფრო მეტი the შესმი. eternal life of God. მიმ სიცოცხლიდან, რომელსაც მარადიული სიცოცხლე ქვია. It is the very life of God. ვინაიდან ღვთის სიცოცხლე თავად ღმერთის არის. God's own life. ღვთის მისი სიცოცხლე. You get this Greek word zoe, the very life რომელსაც of ზოე God. ქვია, ხო? თავად ღვთის სიცოცხლე. Drink that in. შესვი მისგან. Not passively, actively. პასიურად, Drink აქტიურად. that daily. Drink in the life ყოველდღიურად of შესვი God. მისგან. And when you drink in the life of God, და როდესაც ღვთის სიცოცხლედან შესვამ, you're drinking in the faith of God. აუცილებლად შესვამ ღვთის რწმენას. And it drives unbelief out of your და mouth. აუცილებლად განდენვის შენი ცხოვრებიდან ურწმუნოებას. What Paul is saying to Timothy is this. სხვა სიტყვებით, პავლე მოციქული ტიმოთეს ეუბნება, If you get filled with the life of God, თუ შენ აღივსები ღვთის სიცოცხლით, if ტიმოთე, you get filled with God's life, თუ შენ თავად ღვთის სიცოცხლით then you აღივსები, are well on your way to victory მაშინ შენ დაადგები გამარჯვების გზას. over whatever situation is before და you. მნიშვნელობა არ აქვს რა სიტუაციაში მყოფები. Abraham is a great picture of this in Scripture. აბრაამი არის ყველა საუკეთესო მაგალითი ამ In სურათისა. Romans chapter 4, verses 20 and 21, it says this. რომელთა წერილის მეოთხე თავში წერია. Yet he did not waver, that's Abraham, did not waver through unbelief regarding the promise of God, აქ წერია არ დაეჭვებულო აბრაამი ღვთის აღთქმაში ურწმუნოებით. but was strengthened in his faith and gave glory to God, არამედ გამტკის და რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
being fully persuaded that God had power to do what he had promised. და გულდაჯერებული იყო რომ ის ვინც აღუთქვა შესრულებასაც შეძლებდა. Abraham did not waver through unbelief regarding the promise of და God. წავიკითხეთ ზურბასებო ჩვენ რომ არ დაეჭვებულაო ღვთის აღთქმაში ურწმუნოებით აბრაჰამი. And if you look at this in the original Greek, it reads this way. მაგრამ თუ ბერძნულად თარგმნილი ბიბლიაში წავიკითხავთ აი ამ ადგილს Against the promise of God, უბრალოდ ბერძნული ორიგინალი ესეც სადაც არის ნათქვამი ღმერთის აღთქმა he did not decide by unbelief. არ გადაუწყვეტიო აბრაჰამს ღვთის აღთქმის წინააღმდეგ რაიმეო. Oh, that's important. ძალიან მნიშვნელოვანია Against the promise of God, რომ ღვთის აღთქმის წინააღმდეგ he did not decide by unbelief. არ გადაუწყვეტიო ურწმუნოებით. Abraham saying, God, I have no idea how this is going to აბრაჰამი happen. ამბობს წარმოდგენა არა მაქვს როგორ აღსრულდება ეს აღთქმა. It's an incredible promise, but it looks საოცარი კი არის impossible. თავისი შინაარსით მაგრამ It's impossible for me in my life. ჩემთვის ეს შეუძლებელია. It looks that way. და როცა ასეთაირად But ჩანს I ჩემი am მხრიდან not about to say that you can't do it. მაგრამ მე არ ვამბობ ღმერთო იმას რომ შენ არ შეგიძლია. In fact, I'm going to declare that you will do it. ამიტომ მე ვაღიებ რომ შენ აღასრულებ აღთქმოს. Then it says this, it says, Abraham was strengthened in his faith. და შემდეგ წერია გამტკისთაო თავისი რწმენით გამტკისთა აბრაჰამიო. First, he made a choice, he made a decision to believe. პირველი მან გააკეთა არჩევანი რომ ერწმუნა. Amen. And then God strengthened him in his faith. და შემდეგ ღმერთმა განამტკისა ის რწმენით. Amen. So many Christians today, strengthen me in my faith and then I'll make the choice. No. ზოგიერთი ქრისტიანი ამბობს, ჯერ განმამტკისე ღმერთო რწმენით და მერე მივიღებ არჩევას. Make the choice to believe God's promise to you. არა, გააკეთი არჩევანი რომ ერწმუნები ღმერთის აღთქმას. And then he strengthens you in faith. და შემდეგ ის განგამტკისებს რწმენით. And actually what it says here in the Greek და ფაქტობრივად აქ ბერძნულში წერია, is that he is dynamited with faith. რომ ისო დინამიური გახდა ურწმენითო. Use that word dunamis again. იგივე სიტყვა, რაც დინამოსი არის, აქ არის გამოყენებული. From Acts 1 verse 8 that we love so much. საქმე მოწყუდა ერთი სურა, ხო გიყვარს ძალიან. When you receive the Holy Spirit, როცა მიიღებ სული წმინდას, when you're baptized in the Holy Spirit, როცა მოხდება ეს მონათულა, you will receive და power, მიიღებთო ძალას, dynamite power. დინამიურ ძალას მიიღებთო. He's saying God dynamited him with faith. ფაქტობრივად აქ აბრაჰამი რწმენით დინამიური გახდა აბრაჰამი. How many of you this morning need to be dynamited with faith? რამდენ თქვენთაგან სჭირდებათ რწმენით დინამიურად გახდომად დღევანდელ You're დღეს? facing something difficult in your life. You're going, Lord, I need you to dynamite me with faith. და რწმენით ღმერთო მე მინდა დინამიური ვიყო. All right, now, before we're done, one thing real quickly and we're done. We're at the end. და თითქმის მივედი ბოლოში და მალე დავასრულებს. And I know it's long with translation. ვიცი რომ თარგმანთან ერთად ძალიან იწელება ხოლმე გადაგება, You've been an incredible audience this morning. მაგრამ საოცარი აუდიენცია ხართ, კარგი მსმენელები. You've hung in here and you've listened intently. I see it in your faces. ბოლომდე დარჩით, ისმენთ და ყურადღებით ხართ. We're almost done, but let me share one last thing თითქმის with you, დავასრულე. because it's really important that we get იმიტომ this. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ამაქვს სათქმელი. There's so much wrong teaching on this issue. ძალიან ბევრი არასწორი სწავლება ხდება ხოლმე ამ We need საკითხზე. to make sure that we understand what it's saying and და what უნდა it's not saying. დავრწმუნდეთ რომ რასაც ვამბობ სწორია. Who dynamited Abraham with faith? ვინ გახადა რწმენით დინამიური აბრაჰამი? God did. ღმერთმა გახადა, ხო? Oh, that's simple. ძალიან მარტივია. And God dynamited Abraham with God's own faith. და ღმერთმა თავისი რწმენით გახადა დინამიური აბრაჰამი. He didn't dynamite him with Abraham's faith. ის აბრაჰამის რწმენით კი არ განუხდია დინამიური. He dynamited Abraham with his own faith. არამედ ღმერთმა თავისი რწმენით გახადა დინამიური And აბრაჰამი. that's so important to understand. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს Because გავიგოთ. so many Christians I've met around the იმიტომ რომ world, ძალიან ბევრ ქრისტიანს შევხვედრე რომ მთელ სოფლიოში pastors, church leaders around the world წემსებს, ეკლესიის ლიდერებს მთელ სოფლიოში that are trying to get more faith in their life. რაღაცნაირად მეტი რწმენა მოიხვეჭონ. Pastor, I'm trying. მე ვცდილობ I მეტი know რწმენა. I need more faith. მეტი რწმენა მჭირდება. I'm trying to get more faith. ვცდილობ რომ რაღაცა მოვიპოვო. I'm trying, Pastor. I'm trying. I'm trying to get more faith. იცოდე რა ვცდილობ რომ მეტი რწმენა რაღაცნაირად შევიძინო. But you and I can't manufacture faith. მაგრამ მე და შენ არ შეგვიძლია არანაირი რწმენის გამომუშავება, ხალხო. We don't have the ability to do that. ჩვენ ამისი უნარი არ აგვაქვს.
God is the only one. that მაგრამ has God's ღმერთი faith. ამის შემძლე. We need to receive his faith. ჩვენ უნდა მივიღოთ მისი რწმენა. In Mark chapter 11, verse 22, მარკოვის სახარების 11-ის 22-ში წერია. very often quoted verse ძალიან ხშირად ციტირებული მუხრია and often quoted wrongly. და ხშირად არასწორად ციტირებული. It's another one of those examples where Jesus' disciples are struggling with unbelief. ერთ-ერთი მდგომარეობა, როდესაც ქრისტეს მოწაფეები განიცდიან რწმენასთან და ურწმუნებასთან ჭიდილს, And Jesus says these words, იესო ეუბნება ასეთ სიტყვებს: have faith in God. იქონიეთ ღვთისადმი რწმენაო. That's what it said. ასე წერია ამ It's the თარგმანში. way it's taught. ასე არის ნასწავლები. Come on, have faith in God. იქონია ღვთისადმი რწმენა. What's wrong with you? Come აი, რა have faith in დაგემართა, God. კაცო? Come on. იქონია ღვთისადმი რწმენა. Have faith in God. ღვთისადმი რწმენა იქონია. So many Christians live in condemnation და because ძალიან ბევრი ქრისტიანები ცხოვრობენ აი ამ ჟარდადების trying to ქვეშ. have faith. And ცდილობენ რომ ერწმუნონ. but Jesus is saying, have faith in God. ირწმუნე ღმერთის. But that's actually not what Jesus is saying at all. მაგრამ სინამდვილეში ღმერთს ესე არ აქვს ნათქვამი. იესოს. In the original Greek, ორიგინალურ ბერძნში and there is no argument about this, და არანაირი არგუმენტი არ არსებობს მის საწინააღმდეგოდ. because every single early manuscript we have in იმიტომ რომ Greek, ყველა ძველი ბერძნული on Matthew მანუსკრიპტი 11 verse 22, რაც is კი the გვაქვს same. ჩვენ მარკოს სახარების 11-ის 22-ზე God is in the possessive form. არის იქ ნათქვამი ღმერთი ყოველთვის არის მფლობელის ფორმაში მოცემული. God's apostrophe S. დიახ, ღმერთის ასე არის მოცემული. So he's not saying, have faith in God. ანუ იქონიეთ ღვთის რწმენა, როგორც ქართულში წერია. He looks at them in their unbelief შეხედა მათ ურწმუნებას. and he said, have God's faith. დიახ, ღმერთს რო რწმენა აქვს, ის Have იქონიე. God's faith. ღმერთის რწმენა იქონიე. You and I just need to drink in ჩვენ უნდა the faith of God. შევსვათ აი ღვთისგან ეს. We drink in the life of God. ჩვენ უნდა შევსვათ ღვთის Oh, სიცოცხლე. daily spend time with him and just drink from ყოველდღიურად him. დრო უნდა დავუყოთ Drink from ღმერთთან, him. შევსვათ და Don't შევსვათ. be passive about it. Be პასიურად active კი არა, about it. არამედ აქტიურად შევსვათ. Drink in the და faith of შევსვათ God. ღვთის You რწმენიდან. drink in the life of God. You are როდესაც drinking in the ღმერთის faith of God. სიცოცხლიდან swam, ღმერთის რწმენიდან swam ამ დროს. And God will drive unbelief out of your life. და ღმერთი განდევნის შენი ცხოვრებიდან ურწმუნოებას And God will dynamite you with faith. და ღმერთი რწმენით დინამიურს გახდის შენ. Amen. ამენ. Pastor Smoggy, I'm going to turn it over to you.